შუა დღემშვიდობის, მოგესალმებით. დღემშვიდობისა. როგორ გაწყობილ? ძალიან ბევრი ამბავი გვეუბნებით, როგორც ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ პარასკევია და დასვენების დღეები მოდის, მაინც სხვადასხვა თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, საჭიროებაზე და არა მარტო. და რაც მთავარია, ჩვენს მაყურებელს არ უნდა გამორჩეს ეს პაატას უყვარს ხოლმე ხშირ შემთხვევაში, გამოიწეროთ ჩვენი Instagram, Facebook და TikTok გვერდი და გამოგვიგზავნოს უკავშირი. ამბების გახმოვანებაში მოკლედ, ხო, ეს აუცილებლად გაკეთდა. ხო, თორე გამოვარო ყველაფერს წინასწარ ვიტყვით და გადაცევის ყურებას რაზე ეკრება. თქვენ მანამდე შეგიძლიათ ყავა მოიდუღოთ მოკლედ. მოვასწრებთ ამ რამდენიმე წამში, ვიცი, მოახერხებთ. დღეს გადაცემაში ნახავთ. მოვისმინოთ აჭარაში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანების ისტორიები. გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა მწერალი გიორგი ბროლაძე. ორსულობა და მედიკამენტები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს გინეკოლოგი ირმა რამიშვილი. მერი ნაკაშიძის რუბრიკა მერის წუთი. რუბრიკის სტუმარია გამომცემელი და პროფესორი მარი კორინთელი. რუბრიკა აჯაბსანდალში კიდევ ერთი გემრიელი კერძის მომზადების ტექნიკას ვიხილავთ. მოკლედ, ვინც ანონსს უყურა, კი მიხვდა რაზეც ვაპირებთ საუბარს. პირველივე თემა იქნება ორსულობაზე და მედიკამენტებზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, თითქოს და ამ პროცესს ადამიანები უხსოვარი დროიდან უზრუნველყოფენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საშუალებით, იყო თავის დროზე, ჯოგში არ ვიცი რა ხდებოდა 1000 წლის წინ, მერე იყო ბებიაქალები სოფლებში, იყო 1000 ადამიანი, ვინც ამაში უშუალოდ მონაწილეობდა და მართავდა, ასე ვთქვათ, ორსულობას, იმიტომ რომ ცხოველებისგან განსხვავებით, რატომღაც ისე გამოვიდა, რომ ადამიანებს მარტო უჭირთ ხოლმე მშობიარობა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით ასე. ძალიან საფასუხისმგებლო მომენტია. ხო, ან თუ დავაკვირდებით სხვა ცოცხალ ორგანიზმებს, ისინი შეიძლება რაღაცნაირად, წვალებას გავს გარედან, შეიძლება მამაკაცებისთვის, თითქოს და ეს უპრობლემოდ ჩაივლის ხოლმე, ან შეიძლება ცხოველებზე ნაკლებს ნერვიულობდა. ადამიანების შემთხვევაში ეს ან შეიძლება მასკულტურის თემაა, როდესაც ფილმები და რაღაცები ყოველთვის თავაზობს ამას როგორც საშინელ ტანჯვას ამ პროცესს. არც ისე შორეულ წარსულში, ჩვენს რეგიონში, მათ შორის და ჩვენს ქვეყანაში, ქონდა შემთხვევები, დიდი ბებიები ყვებიან, როდესაც მარტო ახერხებდნენ ისინი მშობიარობას და ეს ნამდვილად არის ხო რაღაც. მაშინ ფილმებს არ უყურებდით. გენეტიკური გადმოცემითი მეხსიერების შედეგი, ალბათ, იმიტომ რომ სხვაგვარად წარმოუდგენელია, როდესაც არ არსებობდა შესაბამისი სამედიცინო განათლება, როგორ ახერხებდნენ ისინი 7-8 9 შვილის გაჩენას და უსაფრთხო მშობიარობას. დღეს სხვაგვარი სურათი გვაქვს. კი ბატონო. არა, მართალია, ზუსტად მაგას ვცდილობდი მივეწოდებინა. კიდე საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად ამდენი სპეციალისტებისა და ბეთვალყურეობისა, რაც გაუტონეს ამ მომენტში ეკუთვნით აუცილებლად ეს ვალდებულებიც ვართ ყველა მიგაცეთ ყურადღება, მაინც ხდება როგორც აი ბებიები ერთმანეთს ეკითხებიან ხოლმე რა წამალი დავლიოთ და ასე უკონტროლოთ, ასევე ხდება ხოლმე ადამიანები, მათ შორის არა მარტო ორსულები, რაღაცნაირად თვითნებურად თითქოს და აი ინტერნეტზე დაყრობით რაღაცები დაყრობით, ღებულობენ სხვადასხვა პრეპარატებს, ან არ ღებულობენ სხვადასხვა პრეპარატებს, რომელიც საჭიროა და მე ხედავთ რაღაც გართულებულ სურათებს და მე მიდის თითების გაშვერა, რომ ამის ბრალია და სინამდვილეში ხარ, როდესაც ექიმი არ ხარ, მაგალითად, არ იცი ხო პრეპარატი როგორ მიიღო, რა მიიღო, რა დანიშნულება აქვს, გეუბნებიან. კი, გეუბნებიან, რომ აი ეს დალიე, მაგრამ შენ არ იცი და მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ამ შემთხვევაში სპეციალისტს კითხოთ, მაგრამ წინასწარ შეგვიძლია დასკვნა გავაკეთოთ, რომ პრინციპში, როდესაც რაღაც პრეპარატს გინიშნავენ, ჯობია იქვე კითხო იმ სპეციალისტს, ვინც გინიშნავს ამ წამალს, რომ რა არის ეს წამალი, ხო უნდა ვიცოდეთ, ჩემთვისაც საინტერესოა, ახალი ინფორმაციაც მექნებოდა, უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობ თავს. ამ ყველაფერზე ჩვენი სტუმარი დაგველაპარაკება უკვე, ქალბატონი ირმა რამიშვილი, გინეკოლოგი, პროფესიით, რა თქმა უნდა. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მომწვევებისათვის, მაყურებელს მივესალმები. ვიღაცა შეიძლება კი გაუკვირდეს, ხდება ასეთიც, რომ აი ბიჭებს რაღაცო ალაპარაკებთ ახლა ამ თემაზე, ხო შეიძლება მოგებმა, რომ საინტერესო ისაა. ხო, არა, მაგას ვამბობ. გინეკოლოგი მე დავინახე შენში გინეკოლოგიისადმი სწრაფვა, რატომაც ჟინი რაღაცნაირი, თუმცა გამოცდილებაც ხა პაატაურიშვილის მამა და ბუნებრივი ექნებოდა ჩართული ამ პროცესში. ესე იგი, თითქმის ყველა მედიკამენტს, რომელსაც ვიღებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, აწერია, რომ ლაქტაციის და ორსულობის დროს არ არის ნებადართული, ხო, აი ხაზგასმა არის. არა ორსული ადამიანები, რა წამლებსაც ვიღებთ, ხოლო ჩვენთვის არის ნებადართული. ორსულებისთვის არის განსაკუთრებული ინსტრუქცია მედიკამენტებისაც და მოხმარებისაც. რაში მდგომარეობს ეს ინსტრუქცია და რა არის ის ძირითადი ნივთიერებები, მაინტერესებს რა ვქნა დავწრომანდები, რომელთა მიღებაც ორსულობაში არ არის რეკომენდებული.
ჩვენ დღევანდელი სასაუბროთება მართლაც საყურადღებოც გახლავთ, საინტერესოც გახლავთ და ძალიან კარგია რომ ეს თემა წამოწიეთ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გქონდეს ყველა ორსულს ინფორმაცია იმის შესახებ, რა არის ზოგადად ორსულობა და რა არის მშობიარობა და რა არის ფიზიოლოგია. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ და ვიცით, წარმოადგენს რეპროდუქციული ასაკის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი გაუმჯობესება, რადგან ეს არის ჯანსაღი დედობის საფუძველი, ქალის კარგად ყოფნის საფუძველი და ჯანსაღი ახალშობილის დაბადების საფუძველი. აი ეს ეტაპი ყველა რო კარგად იყოს განხორციელებული, სწორედ ამას ემსახურება საქართველოში მოფუნქციონირე ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა, ყველა ვიცით ეს, რაც მოიცავს სახელმწიფოსგან დაფინანსებულ ვიზიტებს, ამ ვიზიტებზე გარკვეულ კვლევებს, რომელიც უტარდება ორსულებს და აი ეს ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ რაც შეიძლება უკეთესად იყოს დაცული ქალი ორსულობაში, რომ მისი ორსულობის გამოსავალი იყოს ჯანმრთელი დედა და ჯანმრთელი ახალშობილი. რა კეთდება ამისთვის? ორსულობა არის ფიზიოლოგია. ესეც არაერთხელ გვითქვამს ჩვენ. რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით ამ ფიზიოლოგიაში, გამოსავალი უკეთესი იქნება. მე რასაც ახლა მოგახსენებთ, ეს არის უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ინგლისის სამეფო კოლეჯის მონაცემები, მრავალი წლის დაკვირვების შემდგომი და რანდომიზირებული კვლევებით განხორციელებული. მედიკამენტები დაყოფილი არის სამეანო გადასახედიდან, მხოლოდ სამეანოს გულისხმობ, ანუ ორსულობის გადასახედი და არ ვეხები სხვა სპეციალობებს. სამეანო თვალსაზრისით მედიკამენტები დაყოფილი არის 4 ჯგუფად. პირველი, მოდით პირობითად გამოვყოთ ეს ჯგუფები. პირველი ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო ჯგუფი და სულ 3 მედიკამენტია ამაში გაერთიანებული, ასე ვთქვათ. პირველი ეს არის პარაცეტამოლი, მეორე ეს არის ფოლიუმის მჟავა და მესამე რეჰიდრატაციული საშუალებები. რანდომიზირებული კვლევით დამტკიცებულია, რომ ეს 3 მედიკამენტი აბსოლუტურად უსაფრთხო არის დედისა და ნაყოფისათვის. ორსულობის ნებისმიერ ვადაზე ამ სიტყვას ნოვიტყვით, ფოლიუმის მჟავაზე ცალკე მოგახსენებთ. რეჰიდრატაცია გულისხმობს წყლით შევსებას არსებული დეფიციტის შემთხვევაში. მეორე ჯგუფი მედიკამენტებისა ეს არის პრეპარატები, რომლებიც უსაფრთხო არის დედისათვის და ვიტყვე ესეთ სიტყვას არ ვნებს ნაყოფს. განსხვავება, ხო? არ ვნებს ნაყოფს. მაგალითად, აი გეცოდინებათ ესეთი შინაურული ტერმინი ტონუსი ქონდა და დაუნიშნეს ანძოფასტონი ან უტროჟესტანი ეს პრეპარატები, ხო? ეს არის პრეპარატები, რომლებიც არ მოქმედებენ ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითად. მესამე ჯგუფი, ეს არის პრეპარატები, რომელთა დანიშნისას აუცილებლად ექიმა უნდა შეაფასოს რა ჯობია, დაინიშნოს პრეპარატი და ამითი ავისწილოთ მაგალითად ორსულობის გართულება, თუ არ დავნიშნოთ პრეპარატი. არ დანიშნას რა შედეგი მოყვება. ანუ საპირწონე რა ქმედება შეიძლება მოყვეს პრეპარატის არ დანიშნას. მაგალითად რო გამიგოთ, აი იგეთ მაგალითს დაგისახელებ, ვთქვათ პირველ ვიზიტზე ჩვენ ვატარებთ კვლევას, შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა ქვია. რადგან ეს კეთებ გეცოდინებათ, რადგან ეს კეთება იმისათვის, რომ გამოვავლინოთ ორგანიზმში არის თუ არა უსიმპტომო ბაქტერიურია და სპეციფიური გამოუწვევი. თუ კი არის აი შემთხვევები, მაშინ ტროპიზმის მიხედვით, ანუ მიზანმიმართულობის მიხედვით, აი იქ ვმსჯელობთ, დავნიშნოთ კონკრეტული ანტიბიოტიკი თუ არა, რადგან თუ კი არის გამომწვევი, შეიძლება ამ ფაქტმა გამოიწვიოს ან გვიანი აბორტი, ან ადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი ინფექციური პრობლემები ბავშვის. აი ამ შემთხვევაში მე ვმსჯელობ როგორც ექიმი, ჯობია ეს პრეპარატი დაინიშნოს თუ არა. აი ეს არის მესამე ჯგუფი. რაც შეეხება მეოთხე ჯგუფს, კატეგორიულად იქ ვამბობთ, გეცოდინებათ ეს რა ჯგუფიც არის, რომ არ უნდა დაინიშნოს.
ორსულობაში არავითარ შემთხვევაში, რადგან ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დედის, ასევე მუცლაყოფი ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი, თუ კი ვიტყვით იქედან, რომ ჩვენი კრედო უნდა იყოს არავნო. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობამდე მიაქციოს ქალბატონებმა ყურადღება ჯანმრთელობას, იმიტომ რომ შესაძლებელია იღებდეს მედიკამენტს მანამდე და შემდეგ, აი დაფეხმძიმების შემდეგ იყოს ეს უკუმაჩვენებელი და არ იცოდეს თუნდაც ექიმ, ან თუნდაც კონდეს წამლის შიში და არ იღებდეს წამალსაც და არ უჯერებდეს ექიმს. ძალიან ბევრ ფაქტორს ვაწყდებით. კი ბატონო. ეხლა თქვენ რაც ბრძანეთ, ეს არის დაგეგმილი ვიზიტი, ექიმთან ასე თქვათ, ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში. ამ დროს მოსალოდნელ და სასურველ ორსულობამდე 4-6 კვირით ადრე ჩვენ სწორედ უწევთ რეკომენდაციას ფოლიუმის მჟავას დაწყებას, აი წეგან დავიწყეთ საუბარი ფოლიუმის მჟავაზე და ბარემ დავამთავროთ, როდესაც ანამნეზში ქალბატონს არ აქვს ორსულობის ფაქტი, რომელიც დამთავრდა ან შეწყვეტილი ორსულობით, ან გენეტიკურად ყველა ბავშვი ჯანმრთელი ყავს, მაშინ მისთვის სასურველი დოზა არის 400 მიკროგრამი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მაგრამ თუ კი მემკვიდრეობა დატვირთული არის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე ნაყოფობის დაბადებით ან შაქრიანი დიაბეტით, მაშინ ამ ქალბატონისათვის სასურველი დოზა არის 5000 მიკროგრამი დღე-ღამეში. რატომ ნიშნავთ ფოლიუმის მჟავას? რადგან ის პრევენციას აკეთებს ნაყოფის ნერვული მილის, ეგრეთ წოდებული თავის და ზურგის ტვინის განვითარების ანომალიების პრევენციის. თავის ტვინის შემთხვევაში ეს არის ანენცეფალია, მაგალითად თავის ტვინის არასეულობა ზურგის ტვინის შემთხვევაში კი ზურგის ტვინის თიაქარის არსებობის განვითარების პრევენციას აკეთებს ფოლიუმის მჟავა. დანიშნა მხოლოდ ორსულობის 12 კვირის ჩათვლით. იმის შემდგომ კი, განსაკუთრებით 30 კვირის გესტაციის ვადის შემდგომ, ფოლიუმის მჟავის დანიშნა არ უნდა მოხდეს. აი მე გეტყვით არ შეიძლება. მე გეტყვით ერთ კონკრეტულ მაგალითს, რომ ორსულობაში ისევე როგორც წეგან მოგახსენეთ, რომ კვლევები ტარდება, რაც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ ორსულობაში, ხო? ერთ-ერთი კვლევა გულისხმობს ორსულობის ყველა ვიზიტის განმავლობაში აუცილებლად ვაკონტროლებთ ჰემოგლობინის არსებობას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანემიის პრევენციისთვის დაინიშნოს არც ფოლიუმის მჟავა და არც რაც B9 ვიტამინს წარმოადგენს და არც B12 ვიტამინი არავითარ შემთხვევაში. არ შეიძლება 30 კვირის გესტაციის შემდგომ, 30 კვირის ვადის შემდგომ, რადგან მე შორს წასულ შედეგს მოგახსენებთ, ეს არის აგრეთვე ინგლისის სამეფო კოლეჯის მიერ დადებული კვლევის შედეგი, რომ მშობიარობის წინ აღებული იქნა ქალბატონების სისხლის სხვადასხვა სახის ჰორმონებისა და ვიტამინების შემცველობის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით. შემდგომ ეს რანდომული კვლევა იყო და შემდგომ დაბადებული ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. აღმოჩნდა, რომ მშობიარობის დროს და მშობიარობის წინა პერიოდში, რამოდენიმე დღით ადრე, აღებულ სისხლში, იქ სადაც მაღალი იყო მესამე ტრიმესტრში დანიშნული B12 და B9 ვიტამინების კონცენტრაცია ბავშვებში მკვეთრად მატულობდა აუტიზმის დიაგნოზის რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ეს გახლავთ შეიტანეთ შემდეგ ცვლილებები დანიშნულებაში შესაბამისად. ისედაც, აი მაგასაც ხალხი მოგახსენებთ, ხო. აქედან გამომდინარე ყველა თუნდაც ამ ჩვენს ეგრეთ წოდებულ უწყინარ ფოლიუმის მჟავასაც მიღების გარკვეული ვადები გააჩნია. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დაასმულ შეკითხვას. არ დამისვამს შეკითხვა. რა შეკითხვას გულისხმობთ? აი შევიტანეთ თუ არა ცვლილებები. მე მოგახსენეთ, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ვიზიტებს და ჩვენ გვაქვს პროტოკოლები, რომლითაც ვმართავთ ორსულობას. პროტოკოლების გადახედვა და ცვლილებების შეტანა ხდება 5-7 წლის მონაცემების შეჯამებით.
არაჩვეულებრივ დონეზე დგას საქართველოში მედიცინის სხვადასხვა დარგი და უპირველეს ყოვლისა ეს ეხება მეანობას, არაჩვეულებრივად ხდება ორსულობის მდგომარეობის კონტროლირება სახელმწიფოს მიერ და ის იცავს არა მარტო პაციენტს ამ შემთხვევაში ორსულს ექიმის მიერ განხორციელებული ზედმეტი აგრესიული ჩარევისაგან, არამედ სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ორსულობის გამოსავალი იყოს უკეთესი. ეხლა ამ შემოვლითი გზის შემდეგ გიპასუხე. აქვს ასეთი ხელშესახების შედეგები, საინტერესო. ხელშესახების შედეგები, რა თქმა უნდა, არის. და მოდით ახლავე აგიხსნით, რას გულისხმობ მე. ვიტამინები, რომლის შესახებაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი, შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად. ეს არის წყალშეხსნადი და ცხიმშეხსნადი ვიტამინები, გეცოდინებათ, რა თქმა უნდა. შედარებით უწყინარი არის წყალშეხსნადი ვიტამინები, ვთქვათ, ეს არის B ჯგუფის ვიტამინები, რაც შეეხება რომელიც სწრაფად იწოვება ორგანიზმში და მალევე გამოიყოფა შარდის მიერ. რაც შეეხება ცხიმშეხსნად ვიტამინებს, რასაც მიეკუთვნება A ვიტამინი, მაგალითად K ვიტამინი, მიეკუთვნება D, E ვიტამინი, ისინი გროვდება ცხიმში, შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია და უარყოფითად მოქმედებს მაღალი დოზის არსებობის შემთხვევაში, როგორც ორსულის ორგანიზმი, ასევე მუცლადყოფი ნაყოფის ორგანიზმი. აღმოჩნდა რანდომიზირებული კვლევით, რომ გაუმართლებლად დიდი რაოდენობით A ვიტამინის მიღების შემთხვევაში, სწორედ ცხიმშეხსნადი A ვიტამინის მიღების შემთხვევაში, ხდებოდა მუცლადყოფი ნაყოფების სხვადასხვა განვითარების ანომალიის ჩამოყალიბება. ანუ A ვიტამინს გააჩნია ტერატოგენური სტატისტიკით, ორსული შედიოდა, ყიდულობდა, სვამდა. აი, ეხლა მაგალითად, ჩვენი ბებიების მაგალითი ახსენეთ თქვენ, ხო? გეცოდინებოდათ, რომ ჭამე ღვიძლი ურჩევდნენ ორსულებს, რომ ჰემოგლობინის რაოდენობა კონდეს მაღალი, ხო? აღმოჩნდა თანამედროვე კვლევით, ესე ჩვენს პროტოკოლში გვაქვს მითითებული ორსულობის მართვის, რომ არავითარ შემთხვევაში 300 მიკროგრამზე მეტი კვირის განმავლობაში ორსულმა A ვიტამინი არ უნდა მიიღოს. არის თვითნებურად წამლის მიღების შემთხვევები, როდესაც აფთიაქში პრეპარატი რეცეპტის გარეშე შეუძლია შეიძინოს, იმის შეძინას ვერავის ვერ აუგრძალავს. მაშინ ექიმის ფუნქცია რაში მდგომარეობს, ხო? ეს არის სწორი კონსულტირება. ანუ შეიძლება რაღაცნაირად დავაკავშიროთ, რომ აი ნებისმიერი თავის ოდნავი წამოტკივებაზე დაუშვეთ იმის მაგალითად, რომ ექიმს კითხო, მოდი იქნებ გამოვიკვლიოთ, რის გამოა შეიძლება თავი მტკივა, იმის გამო რომ მაღალი წრევა მაქვს დაუშვეთ, ხო? ამის მაგალითად ყიდულობ გაუტკივარების პრეპარატს, თუნდაც ხო, ცოტა სხვაგან წავედი. ამ ნუროფენს ან დართულ პარაცეტამოლს სვამ, გაუჩერებლად არ ვნებს და ბავშვს არწმებს, სვამ და შემდეგ ამ დროს გამოდის ეს წნევა იმატებს და საბოლოოდ დასაყვანი ვარ სასწრაფოდ. და გადაჭარბებული დოზა ნაყოფს მაგრამ დავი ასკივა და აი ეს როგორ შეიძლება გადავწყვიტოთ, რა ეს უეც არის მოკლევადიანი შეწუხება ექიმთან გავარკვიო და არა თვითნებურად წავიდი აფთიაქში რაღაცები. სწორედ ეგ არის კონსულტირება, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, ეგ არის. შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ცოტა უფრო სხვა წინადადებით. მაგ შემთხვევაში ებრძვიან შედეგს და არა მიზეზს. ორსულს რო ჩაეკითხოთ უპირველეს ყოვლისა, როცა ვეკითხებით, რას მიირთმევს, როგორი არის მისი ნაკლებობა, აუცილებლად ვესაუბრებით, რამდენ სითხეს ღებულობს დღე-ღამეში. რადიკალურად დიდი მნიშვნელობა აქვს მიღებული სითხის რაოდენობას, რადგან ხშირად თავის ტკივილის მიზეზი, აი ამას მოყვა ახლა ეგ ჩვენი ფრაზა, ეს არის ჰიპოვოლემია, ანუ სისხლძარღვში გას სითხის მოცულობის შემცირება. საკმარისია ის შეავს, რომ ავტომატურად ტკივილი მოიხსნება, ხო? ანუ ებრძოლოთ ეტიოლოგიურ ფაქტორს გამომწვევ მიზეზს, დალიოს წყალი, საკმარისია ხშირად რომ მოიხსნას თავის ტკივილი და არა გადაყლაპოს ტკივილგამაყუჩება. ან გულისხმობთ იმას, რომ კომპიუტერიდან განსხვავებით, როდესაც მე წყალი მაკლია და ორგანიზმი თავის ტკივილით ამას მამცნობს, მე არსად ეკრანზე არ მეწერება, რომ წყალი გაკლია, ხო? ეს უნდა ვიცოდე უბრალოდ. ხო. სწორედ ეგ არის კონსულტირება. შესაბამისად მივიდივარ ეს არის კონსულტირება. მარკელი წყალი. აი ქრონიკული დაავადებები აქვს ქალბატონს. აი აქ რა სიფრთხილე გუმართებს, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ ეხლა თან ნაყოფს არავნოს, თან ჩვენ არ გვავნოს და ვიყოთ კარგად. ქრონიკული დაავადებების ჩემი მიზანი რა არის ექიმის? როცა მოვიდა ჩემთან ორსული ქალბატონი, ჩემი მიზანი არის გამოვავლინო რა პრობლემა აქვს ორგანიზმში, რომელიც ეხება არა მხოლოდ ორსულობას, არამედ ყველა დანარჩენ ორგანოს,
ექსტრა გენიტალურ ორგანოებს. მე თუ უპირველეს ყოვლისა ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ფაქტიურად ყველა ორსულთან ხდება. თერაპევტის მიერ პრევენციული ორსულის კონსულტირება ტარდება ყველა ორსულთან, რადგან ექსტრა გენიტალური პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში ჩვენი, ანუ მეანების მიერ ორსულობის მართვაში ჩართვა ხდება შესაბამისი განათლების მქონე ექიმის აუცილებლად, რადგან იგივე შემთხვევაში იზოლირებულად კარგ გამოსავალზე ლაპარაკი შეუძლებელია. აი, როდესაც დაგეგმილია ფეხმძიმობა, სტატისტიკა ეხა არ ვიცი როგორ გვიჩვენებს ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს კულტურა არ გქონდა ჩვენ. ავიცილებთ თუ არა იმ ანომალიებს და იმ გამომწვევ მიზეზებს, რაც დღეს ხდება საქართველოში. რა თქმა უნდა. ორსულობის დაგეგმვა ხდება რეპროდუქტოლოგთან. სწორი კონსულტირების შემთხვევაში აუცილებლად გამოსავალი უკეთესია, რადგან ბანალური პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ ელემენტარულად ჩემი კონსულტაცია როგორც ექიმის მოიცავს შეკითხვის დასმას, გაქვთ თუ არა გადატანილი წითურა. ბავშვობაში თუნდაც ბავშვობაში, რა თქმა უნდა. ანუ ახდენს ორსულობაზე გავლენას. რა თქმა უნდა, ახდენს ორსულობაზე გავლენას. ხდება შესწავლა ორგანიზმის, ეხლავე. რა ხდება შესაბამისი ტესტის მიხედვით გამოვლინება, თუ კი ქალბატონს არ აქვს გადატანილი წითურა, მაშინ უტარებთ კონსულტაციას, ვეუბნებით, რომ უნდა ჩაიტაროს აცრა. რადგან ორსულობის შემთხვევაში წითურით დაავადების ფაქტის დარეგისტრირების შემთხვევაში ორსულობა არის შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც ანუ ასე რადიკალურად სხვა გამოსავალი არ აქვს. აქედან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, როდესაც გეგმავს ორსულობას, ხომ ეს უნდა დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ეს უნდა დავაზუსტოთ. უცაბეთი ორსულობის დროს ეს ალბათ შეუძლებელია. ანუ აცრა კეთდება ორსულობის პროცესში? პროცესში არაჩვეულებრივი შეკითხვა გახლავთ, ესეც აცრების რიგი კატეგორიები, რომელიც 2025 წლიდან ახალ პროტოკოლს ჩაიდო, შესაბამისი აცრები აუცილებლად ოღონდ არა ყველა ნოზოლოგიაზე. გარკვეულწილ დაავადებებზე, ესე ვთქვათ, აცრა ორსულობაშიც უნდა ჩატარდეს. მაგალითად, კორონავირუსიც. ვახ. კი, და ალბათონმა გაიგეთა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მქონდა ავადობა კორონავირუსით, რა თქმა უნდა, ვატარებდით ორსულობაშიც აცრებს, რამაც გააუმჯობესა ორსულობის გამოსავალი. აი, როდესაც წავე ფორმა იყო ავადობის ორსულობაში, ძალიან მაღალი იყო მტრაჩობადობების, შეწყვეტილი ორსულობების რისკი, იმის შემდგომ, რაც ჩატარდა აცრა, უკეთესი გამოსავალი მივიღეთ ეგეთი ავადობის მქონე ქალბატონებთან. ესე იგი, აცრის ჩვენებაში წერია, რომ ორსულებისთვის იყო ნებადართული ეს ინფორმაცია პათოლოგიებზე ზოგიერთ შემთხვევაში კორონავირუსზე მოგვს ამ შემთხვევაში. კი ბატონო, კორონავირუსზე აცრის ჩატარება ორსულობაში არათუ ნებადართული, არამედ სასურველი. დიახ, ჩემს ირგვლივ ქალბატონებმა გაიგეთა. სასურველია ჩატარდეს, რადგან აცრის შემთხვევაში ავადობა აღარ ხდება, შესაბამისად ორსულობის გამოსავალი უკეთესია. ქალბატონები, ასე იგი გამოდის, რომ ერთის მხრივ დეფიციტი როცა რაღაც საკვები ნივთიერებების რაღაცების ეს პრობლემაა, მაგრამ ზედმეტის თუ მივიღეთ ნებისმიერი რამე, თუნდაც საკვები აღვიძლია ახსენეთ, ამ შემთხვევაში ცილე პრობლემა გამოიწვიოს და ამიტომაც უნდა რაღაცა ბეწვის ხიძე უნდა გავიაროთ ექიმთან ერთად. კი ბატონო, ეგეც კონსულტირების ფორმა გახლავთ. აი თქვენ ჩამოაყალიბეთ არაჩვეულებრივად, თუ კი საკვების დეფიციტია, ხო? ნახეთ, ცხოვრობთ საქართველოში. არაჩვეულებრივი გეოგრაფიული განედი. ყველა სახის ხილი ბოსტნეული გვაქვს. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ჩვენი კვების რაციონი პირამიდის სახით. ზუსტად ისეთივე უნდა იყოს ორსულის კვების რაციონი. არაორსული ქალი დღე-ღამეში დაახლოებით მოიხმარს 2200 კილოკალორიას. ორსულისათვის კი ეს ციფრი განსაზღვრული გახლავთ დაახლოებით 2500 კილოკალორიით. გავანაწილოთ ახლა ეს სამკუთხედი. ქვემოთ ყველაზე დიდი ფართი დაუთმოთ მარცვლეულს. შემდგომ შედარებით ნაკლები ფართი რაოდენობის დაუთმოთ ხილს და ბოსტნეულს. მესამე საფეხურს ეს არის ცილოვანი პროდუქტები, ცხოველური ცილის სახით, შესაძლებელია რძის პროდუქტებიცაც და აი უკვე წვერს ამ სამკუთხედის წარმოადგენს ტკბილეული, რომელშიც ყველაზე მეტი კალორიაა და ყველაზე მეტი სარგებელია.
ყველაზე ნაკლები სარგებელია. 300 კილოკალორიით იზრდება ორსულისთვის ნივთიერებების საჭიროება, მეტით არა? მეტით არა. ორსულობა არ ვიფიქრე, რომ სულ ცოტა გაორმაგდებოდა. ორი ადამიანის ნაცვლად უნდა ჭამოს. არავითარ შემთხვევაში. ბავშვი არ მოძრაობს და ენერგიას არ ხარჯავს. სრულფასოვანი, დაბალანსებული კვების შემთხვევაში ორსული საკვებიდან ღებულობს ყველა იმ ეგრეთ წოდებულ საშენ მასალას, რომელიც აუცილებელია. დიახ, თუ არიან ორსულები, სწორედ ეს საკვები იყოს დაბალანსებული. თუ არიან ორსულები, ფეხმძიმეები, რომლებსაც არასოდეს დასჭირვებიათ მედიკამენტი, თუ არის პრაქტიკაში ესეთი კლასიკური ჯანმრთელობის შემთხვევები. კონკრეტულად ვამბობ, ფოლიუმის მჟავა ენიშნება ყველას. ეს არ განიხილება ეგ საკითხი, ენიშნება პლანეტა დედამიწაზე ყველა ორსულს გესტაციის 12 კვირის ვადამდე. 12 კვირის. ანუ ესაა ერთ-ერთი ისეთი და კიდე ერთი პრეპარატი, რასაც ჩვენთან ხშირად ღებულობენ, ну, ხო გვესმის წლებია, რომ საქართველოს და განსაკუთრებით მთიანი რეგიონების საქართველოში იოდ დეფიციტის კი ბატონო, ნაკლებობა. მე გიპასუხებ ეხლავე მაგ შეკითხვაზე, ისევე როგორც მითითებული გახლავთ პროტოკოლში. რანდომიზირებული კვლევის შედეგად რუტინულად ყველა ორსულს არ უნდა დაენიშნოს. იმასაც მისი ჩვენება გააჩნია, რასაც ამ შემთხვევაში საზღვრავს ენდოკრინოლოგი. ანუ არის ადამიანები, ვისაც არ ჭირდება, იმიტომ რომ მის საკვებში არის რანდომიზირებული კვლევის შედეგად დადებული დასკვნით იოდის პრეპარატი დაინიშნოს თუ არა, ამას საზღვრავს ენდოკრინოლოგი, რომლის კონსულტაციასაც გადის ორსული. აი მედიკამენტების შიშზე რო ვისაუბროთ, აი პაციენტები, რომლებიც არ ემორჩილებიან ექიმებს, იმიტომ რომ აქვთ ეჭვი. აი რა უკუმაჩვენებლები ხდება ამ დროს და როგორ აჯერებენ? აი რამხელა პასუხისგებლობა ეკისრება თავად მე ან გინეკოლოგს, რომ ეს ყველაფერი ისე აუხსნას და აჯეროს, რომ ფსიქოლოგიურად იმოქმედოს პაციენტზე. ისევ ჩვენ უბრუნდებით თქვენი შეკითხვით კონსულტირების საკითხს. ჩემი ამოცანა არის, ჩემი ფუნქცია არის, რომ აუხსნა ორსულს, რომელმაც დამისვა შეკითხვა, რამდენად საჭირო არის კონკრეტული პრეპარატი მიიღოს თუ არა. თუმცა ჩვენ ხშირად საქართველოში უკაცრავად არ ვართ განებივრებული, კარგი უკავშირით, კითხვა ისმევა, მაგრამ არ არის ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს აწუხებ ექიმს. და ალბათ ეს თავისთავად უნდა მოდიოდეს და ეს კულტურა არის იმ პროცენტში, რომელსაც თქვენ მიეკუთვნებით და კარგი გამოსავალი. ორსულობის ნებისმიერი პრობლემის მოგვარების ორსულობაში ეს არის მხოლოდ ორმხრივი კომუნიკაციის არსებობა. შეუძლებელია ორსულს კონდეს ჩივილი, ის არ დაუკავშირდეს თავის ექიმს. კურნალმა ექიმმა, რომელთანაც ორსული აღრიცხვაზე დგას, უნდა იცოდეს იმის შესახებ, რა შეკითხვა აქვს, რა პრობლემა აქვს და რა ჩივილი აქვს ორსულს, რომ დროზე მოხდეს სწორ გზაზე დადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ რთულდება უკვე აქედან ინფორმაციის არარსებობის გამო გამოწვეული სხვადასხვა პრობლემის მართვა. კი ბატონო. არა მარტო მედიკამენტები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საზღვრებს გარეთ უკვე ძალიან დიდი ხანია შემოიტანეს, თუნდაც როდესაც ჩვენ წონა გვემატება, ქალბატონებმა ეს იქნება სისხლის მიმოქცევა, ვენები, ასე შემდეგ, არსებობს სპეციალური კორსეტები, არსებობს სპეციალური სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები. აი ეს კულტურა მე თავად მაქვს გამოცდილი საკუთარ თავზე და მინდა რომ ისე დაინერგოს, რომ ქალბატონებმა როგორც ბუმბულივით ისე იგრძნონ თავი და არა ის რომ თუნდაც აი სიმძიმე აწვებოდნენ და კიდევ უარესდებოდეს სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით უამრავი დაავადებები. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, როცა კონსულტირებას უწევთ, შეკითხვას უსვამთ. სად მუშაობთ, რა პროფესიის ბრძანდებით და როგორი რეჟიმი გაქვთ მუშაობის. თუ კი ქალბატონი გვეუბნება, რომ ძირითადად ზის, აუცილებლად ურჩევთ, რომ თუ კი მისი სამუშაო რეჟიმი მოითხოვს იმ საკითხს, რომ მრავალი საათის განმავლობაში აუცილებლად მჯდომარე მდგომარეობაში იყოს, აუცილებლად უთითებთ, რომ დაახლოებით ყოველ 1 საათში, საათნახევარში ადგეს საკუთარი სამუშაო სივრცის ირგვლივ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგას. გაიაროს, აღდგეს ქვემოკიდურებში ნორმალური სისხლის მიმოქცევა, სტაზი სისხლის მიმოქცევის საჯდომ კუნთებში, ხო? აუცილებლად ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგომის შემდეგ გააგრძელოს სამუშაო რეჟიმი. აი, რა შეკითხვაც თქვენ ახლა დასვით,
ეს კომუნიკაცია აუცილებელია ორსულსა და ექიმს შორის. თქვენ ბრძანეთ ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების არსებობა. დიახ, როდესაც ხშირად იწავს ფეხზე დგომა და აქტიური ცხოვრება. აი ამ შემთხვევაში ორსულს უნდა აუხსნათ, რომ სამუშაო სივრცის ირგვლივ თუ კი ის რა თქმა უნდა ზის, ხო? თუნდაც მცირე, მაგრამ პატარა სკამი, როგორმე იქონიოს, რომ დღის განმავლობაში შეძლოს ფეხების ოდნავ ზეაღმართულ მდგომარეობაში ყოფნა. ვაკვირდებით ქვემო კიდურებს, გარკვეულ ანალიზებს ვაკეთებთ. აუცილებლობის შემთხვევაში ვთქვათ ელასტიური ბანდებით ქვემო კიდურების მობილიზაციას უგრძევთ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და შესაბამისი კორსეტებიც არსებობს. უხსნით მაგალითად, წეგან თქვენ ბრძანეთ წყლის შესახებ გავაღრმავთ, ხო? თუ კი ორსული გვეუნება, რომ მიირთმევს ძირითადად მშრალ საკვებს. ამას აუცილებლად მოყვება პერისტალტიკაზე გავლენა, შესაბამისად ყაბზობა. აქაც თუნდაც ამიტომ არის აუცილებელი, რომ დღე-ღამის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით სითხე მიიღოს. ორგანიზმს შევხედოთ ერთი მთლიანი სახით, რომ ფიზიოლოგიურად იმუშაოს ორგანიზმა ისე რომ გამოსავალი იყოს უკეთესი. ეს არა მხოლოდ ორსულებისთვის, წლის ნაწილი ალბათ ყველას ეხება, განურჩევლად სქესისა, მამაკაცებელბათ უფრო ნაკლებად. თუ დავითვლით იმას, რომ 80%-ზე ნაბახურსებს თუ არ ეხება საქმე. წყალი ვარ. თუმცა მუდმივად არის ეს ცირკულაცია საჭირო და განსაკუთრებით ყავის დალევის შემდეგ, როგორც ვიცი, ორმაგიდოზით უნდა ავინაზღაუროთ შემდეგ. აი ახლა რაც შეეხება ყავის დალებას, არ შევხებივართ, მაშინ 2-20 სიტყვით მოგახსენებთ, რომ დღე-ღამეს სხვა შორის ეგ არის ძალიან ხშირი შეკითხვა, რომელიც ისმევ. რამდენჯერ შემიძლია ყავა ან ჩაი დალევა? პასუხი არის ეგეთი. ორსულები გეკითხებიან. ორსულები გვეკითხებიან, ხო, 300 მიკროგრამი კოფეინი დღე-ღამის განმავლობაში. რამდენი კოვზია ეს და ეხლავე მოგახსენებთ, აუცილებლად უნდა დახედოთ ყავის ინსტრუქცია, მაპატიეთ სიტყვა ინსტრუქცია. ნალექიან ყავას ეგ რო არ მოყვება. სხვა ნალექიან ყავას აქვს დაახლოებით ერჭიქაში 50-60 მიკროგრამი. კი ბატონო, უნალექო ყავაზე აუცილებლად მითითებული არის. აი ხა რაოდენობა გადათვალეთ, თვითონ ჯერ შეიძლება დალიო ყავა. აუცილებელი არ არის, მე მოგახსენეთ მაქსიმუმი. მე მოგახსენეთ მაქსიმუმი. სასწრაფოდ უნდა დაორსულდეს. არა, აუცილებელი არ არის. მე მოგახსენეთ მაქსიმუმი, მაგ აი იმის შემდგომ რომ არ გადააჭარბოს რაოდენობა. ძალიან დიდი მადლობა გაყვება. აქაც როგორც ყველა თემაში ვაწყდებით იმას საკმარისი დრო არასდროს არაა ბოლომდე გავშალოთ სურათი, თუმცა ბარემ ჩვენი საყვარელი ფრაზა, თქვენ თუ რამე გამოგრჩა, მაგალითად ან ვერ მოასწარეთ, შეგიძლიათ შეგვივსოთ ინფორმაცია, სხვადასხვა ბმულები დადოთ ამ ვიდეოს ქვეშ ინტერნეტში და ჩვენც გავეცნობით, ჩვენც რაღაცას გაგიზიარებთ და ასე გაზიარებით რაღაც ინფორმაციას ავაგროვებთ მნიშვნელობას. თუმცა მაინც როგორც მივხვდი, სპეციალისტებს უნდა მივმართოთ აუცილებლად და თუ მაინც და მაინც ოჯახის ერთი წევრი აგვიანებს სპეციალისტთან მიმართვას, დავეხმაროთ დანარჩენება, ვინც უკვე მოვისმინეთ თუნდაც ეს სიუჟეტი ან მანამდე რაღაცა ნახეთ გადაცემაში, აუცილებლად მიუთითოთ, რომ უთხრეთ, რომ სპეციალისტის საუკეთესო გამოსავალი. კი, განსაკუთრებით ისეთი სპეციალისტი, როგორიც არის ქალბატონი ირმა, არა მხოლოდ როგორც სპეციალისტი, არამედ როგორც ძალიან კარგი რესპონდენტი, ვინც დიდ შესვენებასთან აქტიურად თანამშრომლობს. დიდი მადლობა. გისურვებთ ჯანმრთელობას და თქვენს ორსულებს, რა თქმა უნდა, უსაფრთხო ორსულობას. ჩვენ რამდენიმე წამში დავბრუნდით. ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი. ესე კი ამბობენ, რომ ორსულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ქალის ორგანიზმისთვის, როდესაც ხდება სრული გადატვირთვა, ეს ერთი და მეორეც ხალხაზრდავებაში უწყობს თურმე ხელს ქალბატონებს და ალბათ ძველი თაობის ისეთი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოც არის და ყოფილა ალბათ ბებიების შემთხვევაშიც 5, 6, 7, 8, 9, 10 შვილის გაჩენა და ჩემს დიდ ბებიას მაგალითად 5-6 შვილი ყავდა. თანდათან შობადობის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, კლებულობს თუ გადავხედავთ რეალურ სურათს საქართველოში, ამ ბოლო დროს შესაძლოა არის ტენდენცია ცოტა მეტი შვილის ყოლის საქართველოში, თუმცა ძირითადად მაინც წინაპრებს ხშირად აქვეყნებენ ხოლმე ფოტოებს, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, როდესაც დაახლოებით 100 ადამიანს წვდება 3-4 თაობის ნამრავლი და ეს არის ძალიან დიდი სიამაყის მომგვრელი ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც აკვირდება აი ამ პროცესს.
ყოველ შემთხვევაში თუ კი ჩემი ნათესავები ისინი არ არიან და უცხო ადამიანები არიან, ნებისმიერ შემთხვევაში მე ვივსები სიამაყით და ერთგვარი სიხარულის განცდით. ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ არ დავივიწყოთ ის ადამიანები, რომლებიც აჭარაში ცხოვრობენ და ვიცით, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული საიდუმლო, ხანგრძლივი ცხოვრების. ყველა სხვადასხვა და ძირითადად თუ კი ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები ავალთ ხოლმე მათთან დიდი სიხარულით გვიღებენ და დიდი სიხარულით გვიმხელენ აი ამ საიდუმლოებებს. ანუ 100, 104, 110 წელი ცხოვრება არის ჩვეულებრივი ამბავი მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მცხოვრები მოხუცებისთვის, ქალბატონებისთვის, მამაკაცებისთვის. რამდენიმე ჟურნალისტი არის აჭარაში, რომელიც დაინტერესდა მოხუცთა ცხოვრებით. ფოტო მასალაც ჩამოიტანა, მაქვს ეს გამოფენები ნანახი, სტატიებიც წამიკითხავს, მაგრამ არ გამიგია ავტორის შესახებ, რომელმაც წიგნი დაწერა ხანდაზმულებზე და რეალურ ისტორიებს მოუყარა თავი. გიორგი ბროლაძე, ესეთი წიგნის ავტორი არის ჩვენთან სტუმრად. ის გაგვაცნობს თავის мотиваციას, მოგესალმებით. რატომ გადაწყვიტა, რომ ემოგზაურა მაღალმთიან აჭარაში და გაეცნო ჩვენთვის ხანდაზმული ადამიანები, რითი არიან ისინი თქვენთვის საინტერესო? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რაც შეეხება იდეას, იდეა გაჩნდა დაახლოებით 10 წლის წინ. როდესაც ჩემს მშობლიურ სოფელში გარდაგვეცვალა 109 წლის უხუცესი ქალბატონი. და გამიჩნდა ინტერესი თუ ცხოვრობდნენ სხვა სოფლებში, სხვა მუნიციპალიტეტებში, სხვა რეგიონებში ამასაკის ადამიანები. და აქედან დავიწყე კვლევა ძიება. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მრავლად არიან აჭარაში ამასაკის ადამიანები. ერთ-ერთი მოწინავე რეგიონია საქართველოს მასშტაბით აჭარა. ზუსტი ციფრის დასახელება ცოტა რთულია იმ მარტივ მიზეზით. ჯანდაცვის სამინისტროს ექნება ეს ყოველწლიური სტატისტიკა, ხო? ყნებს უბრალოდ მიახლოებითი ციფრებია, დაახლოებით ყოველთვის 40-დან 50-მდე უხუცესი გვყავს. მაგრამ ერთ რამის დავამატებდი, ძველად ხშირად გვიან ხდებოდა ახალშობილების გატარება. ამიტომ ოფიციალურად გვყავს 50-მდე, მაგრამ უფრო მეტია რეალური რაოდენობა, რადგან გვიან ატარებდნენ ახალშობილებს და 1-2 წელი შესაძლოა იყოს გადაცდომა. კი, ასეთი იყო გადაცდომა. ანუ რეალურად გვყავს 60-მდე უხუცესი. 60-მდე უხუცესი გაიცანით თქვენ თუ რამდენ უხუცეს მოუყარეთ თავი თქვენ წიგნში და რითი არის მათი ისტორიები საინტერესო? თქვენი მიდგომა რა იყო მათთან როგორც ავტორის მუშაობის დროს? დაახლოებით ჩავწერე 20-მდე ბიოგრაფია 2018 წლიდან დღემდე. პანდემიის პერიოდში მქონდა ჩავარდნა სამწუხაროდ, რადგან ასაკიდან გამომდინარე უფრთხილდებოდი მათ ჯანმრთელობას და გავაგრძელე დაახლოებით 2 წლის წინ. მინდა რომ 50-მდე ბიოგრაფია შევაგროვო ამ ადამიანების. ჩემთვის საინტერესო იმითაც არის, რომ ვარ ისტორიკოსი პროფესიით და ამ ადამიანებმა იცხოვრეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ეპოქაში. ეს არის პირველი მსოფლიო ომის ეპოქა, მეორე მსოფლიო ომის ეპოქა, გარდა ამისა, რამდენიმე მათგანი მოესწრო 1918-21 წლის რესპუბლიკას, შორეულ რევოლუციებს, მეფის რუსეთის პერიოდს და მათი როგორც პირველ წყაროების ისტორია ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ადამიანებმა საკუთარი თვალით იხილეს ეს მოვლენები, ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ ისტორიის წიგნებში გადავამოწმოთ. გამორჩეული ფაქტები თუ იპოვეთ, თუ გადააწყდით და რა იყო ასეთი ფაქტი, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ აცნობოთ? ყველა მათგანის ბიოგრაფია საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ გამოვარჩევდი 2021 წელს მაჭახლის ხეობაში შევხვდი 106 წლის უხუცეს, მალაყმაძე იყო გვარად, რომელსაც ახსოვდა საზღვარის გავლება საბჭოთა საქართველოსა და თურქეთს შორის, როცა ისტორიული საქართველო ფაქტურად აჭარის რეგიონი გაიყო ორად. და მისი ნათესავები როგორ აღმოჩნდნენ საზღვარს მიღმა. 70 წლის მანძილზე უკვე ვეღარ მოახერხა ნათესავების ნახვა. როგორ შემოვიდა წითელი არმია აჭარაში, როგორ ხდებოდა მოსახლეობის ასე ვთქვათ დაშორება ოჯახების ერთმანეთისაგან, ერთი ძმა სოფლის ერთ მხარეს დარჩა, მეორე თურქეთის მხარეს და საკმაოდ ემოციურად აღწერდა ქალბატონი იმ მოვლენებს. გარდა ამისა კიდევ შევხვდი 1916 წელს დაბადებულ ქალბატონს მარია შაქარიანი, ბათუმში მცხოვრები, რომელიც 1924 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ ბათუმში
ის 1916 წელს ართვინში დაიბადა და მოგეხსენებათ იმ პერიოდში ოსმალეთში დაიწყო ეთნიკური სომხების შევიწროება და ოჯახთან ერთად წამოვიდა ქალაქ ბათუმში. 97 წელი იცხოვრა ქალაქ ბათუმში, ის გარდაიცვალა 105 წლის ასაკში 2021 წელს და მიყვებოდა როგორ იყო 20-იანი წლების ბათუმი. და როგორც თვითონ აღნიშნა, უფრო დიდი სოფელი იყო ვიდრე პატარა ქალაქი. ესეც იხსენებენ, დიახ. რა სტილი აირჩიეთ, რა ჟანრი აირჩიეთ აი ამ ისტორიების გადმოსაცემად? მივდივარ ოჯახის წევრებთან ვათანხმებ თარიღს, როდის უნდა შევხვდე ამ უხუცეს, გარდა ამისა თუ ჯანმრთელობა არ იწყობთ ხელს, ოჯახის წევრები მიყვებიან, იმიტომ რომ ხშირად ასაკიდან გამომდინარე უმრავლესობას ან მეხსიერების პრობლემები აქვს, ან ლაპარაკი მეტყველება უჭირთ, ან მხედველობა და ვესაუბრებიან ოჯახის წევრებს ან თავად უხუცესებს წერ ან ხმოვან ან დიქტოფონით კი ბატონო ან აღნიშნოს ვაკეთებ ძირითადი თარიღებით და ასე ვაგებ ბიოგრაფიას. თავად როგორ გხვდებიან საინტერესო, როცა იგებენ მათ ისტორიას, როცა წერთ? ანუ ძალიან უყვარს სტუმრები, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, უმრავლესობა ცხადია მაღალმთიანი აჭარიდან არიან და ყოველთვის სიხარულით ხვდებიან და გვეგებებიან. მართლაც რომ ემოციებით სავსე ბრუნდები, როდესაც ვისმენ ყოველ ახალ ისტორიას მათ შესახებ. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს თუ გიმხელენ, თუ გავს მათი ცხოვრების წესი ერთმანეთს საინტერესოა და თუ ემთხვევა სოფლიოში გავრცელებულ პრაქტიკას, თქვენ ისტორიკოსი ხართ და შესაძლოა გქონდეთ ინფორმაცია. როგორც ვიცი, აზია გამოირჩევა, ძირითადად იაპონია და ჩინეთი ხანგრძლივი ცხოვრება. კი ბატონო, არსებობს მწვანე ზონები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ძალიან დიდ ხანს, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მაღალია, როგორც აღნიშნეთ, იაპონია, სამხრეთ კორეა, იტალია, კუნძული სარდინია და მათ შორის საქართველოს მთიანი ზონები, მაგრამ აჭარა განსაკუთრებით, იმიტომ რომ სხვა რეგიონებში, სხვა მთიან რეგიონებში შედარებით ნაკლებად არიან ამასაკის ადამიანები. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი იყო გამორჩეული, ყოველთვის დიდი ინტერესი იწვევდა. საინტერესოა ეს კლიმატური გავლენა ხომ არ არის აფხაზეთი და აჭარა. აფხაზეთზე ვერ მოგახსენეთ, მაგრამ აჭარაზე ალბათ სუფთა ჰაერი, ნატურალური თასავიკვება. კი ბატონო, აჭარის თას აქვს რაღაც მთის კლიმატს თუ გეოგრაფიას თუ ბუნებას განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც შესაბამისად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე საბედნიეროდ. შეგვიძლია ვიფიქროთ ცოტა გვიან ასაკში გადაბარგებაზე აჭარის მაღალმთიანეთის რომელიმე სოფელში, რომ შვიდად და ნორმალურად გავატაროთ ცხოვრება. საიდუმლო კაი მახსია. კი, რატომაც გეთახმები ნატურალურ პროდუქტში. გენეტიკა იყო მათი მთავარი ფაქტორი დიდხანს ხანგრძლივად ცხოვრების, იმიტომ რომ თითქმის ყველა მათგანს ყავდა ან მშობელი, ან ბებია-ბაბუა, ან შორეული წინაპარი, რომლებმაც იცხოვრეს 100 წელი და მეტი. ეს ფსიქოლოგიურადაც მოტივაცია, როცა იცი, რომ ბებომ 109 წელი იცხოვრა. და საკუთარ თავს აძალებ კიდე თუ არა იცხოვრა. ხო, ჩემთვის ანუ განსაკუთრებული მოწიწებით რასაც ვუყურებ, ხო შეიძლება იცხოვრო რაღაც რა პერიოდიც არ დაიცხოვრო და უბრალოდ იცხოვრო და ეს ხალხი არის აქტიურები, რო უყურებ, ანუ თუნდაც იმ სიუჟეტში რო ჩანს, რომ ადამიანი გაუჩერებლად შრომობს კილომეტრებს გადის აი მაგასაკში და მე ხვდები რომ ვიღაცა შენი ტოლი ან უბრალოდ შენ თვითონაც რაღაცაზე რო იტყვი, აუ იქ რაღაცა 100 მეტრში გავლა მეზარება, გაგახსენდება ეგ ამბავი შეგრცხვება მე ვფიქრობ რომ ადამიანი ნებისმიერ დროს, ესე იგი თუ ინარჩუნებს ჯანმრთელობას, შეუძლია ნებისმიერ ასაკში გადაადგილდეს და საქმეც გააკეთოს. რა თქმა უნდა. და ყველაზე დიახ მათი ცხოვრების წესი, სოფელში მცხოვრები უხუცესების ცხოვრების წესი საკმაოდ მსგავსია. ისინი ზაფხულობით ახლაც კი ნაწილი დადიან იალაღებზე, სამთვესი კატარებენ, ხშირად მუშაობენ საოჯახო საქმეებში, არიან ჩართულები, უმრავლესობა საკმაოდ აქტიურია. აქვთ სხვადასხვა მედლები, შრომის გმირი, მრავალშვილიანი დედა. და ემაყებათ ეს. კი ბატონო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებით ჩავწერე, ერთადერთი შემოგვჭა სხვათა შორის მხოლოდ 102 წელს უხუცესი აჭარაში და ნუ ეს არის ერთგვარი ოქროს ფონდი ჩემთვის, რომელიც მინდა რომ გადავცე მომავალ თაობებს. და მადლობა ამ ინიციატივისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დაინტერესებული პირი ეყოლება აი ამ თქვენს ნაშრომს. მაინტერესებს რა არის ის სიბრძნე, რასაც ისინი გიმხელენ გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესისა. აღმოჩენები საკუთარი აზროვნებით, გამოცდილებით, ცხოვრებაზე დაკვირვებით, რაც შეიძლება ჩვენ როგორც ახალი თაობის წარმომადგენლებმა შედარებით ახალი გამოვიყენოთ. ხას უსვამენ იმას, რომ უნდა ვაკეთოთ სიკეთე, უნდა ვიყოთ კეთილები და უმრავლესობის გამსმენია, რომ არ უნდა ვიყოთ შურიანი ადამიანები, იმიტომ რომ შური მალე კლავს. ასევე ნამდვილად.
საკმაოდ მორწმუნე ადამიანები არიან. ერთ-ერთი მიზეზი, როგორც თვითონ ამბობენ, არის მათი რწმენა, მათი რელიგიურობა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარეს საბჭოთა კავშირში, არ დაივიწყეს თავიანთი ტრადიციები, თავიანთი წესჩვეულებები, რელიგია და ამასაც უსვამენ ხაზს, რომ არ ვიცი ეს ღმერთი საჩუქარი ალბათ რატომ ვიცოცხლე ამ. ასევე მნიშვნელოვანია შვილები და შვილიშვილები. არიან შვილიშვილები უკვე იქ თუ ქალაქს მიმართეს და სასწავლებლად წამოვიდნენ, იმიტომ რომ გაგრძელდეს ეს ყველაფერი და შეგვინარჩუნდეს როგორც თქვენთვის ეს საგანძური. ფაქტიურად მე არ შემხვედრია უხუცესი, რომლებიც ცხოვრობდნენ მარტო, რომელიც იყო მარტოხელა. ყველას თან ცხოვრობს 3 ან 4 თაობა, შვილიშვილები, შვილთა შვილები, შვილთა შვილიშვილები და ზრუნავენ, ცივნიავს არ აკარებენ როგორც ვიტყოდი და ერთად არიან თაობები, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარისათვის. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში სტატისტიკა იცვლება და თანდათანობით აღარ არიან დიდი ოჯახები, თაობები შორდებიან. აი დედმამიშვილები რამდენია, საინტერესოა ეხლა თქვენ სტატისტიკის მიხედვით, ნინო მახსენა რომ აი 6 ყავდა მაგალითად ჩემს მესო. იყო 9 წყოლია, 7-იც 8-ც. არის ეს ნამრავლი ეხლა? კი ბატონო, თითქმის ყველა მრავალშვილიანია. 7, 8, 10, 12-იც კი იყო და შთამომავლების რაოდენობა უკვე 150-მდე და 200-მდეა. ჩემს მშობლიურ სოფელში ცოლ-ქმარი ყავდა, 200-მდე შთამომავალი ყავდა, ორივე მასასი წერდა. ანუ ცოცხალი ადამიანია და ხედავს თავის 200 სულიად ნამრავლს. რა არის კიდევ საინტერესო, მთაში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან ძალიან კარგი მელექსეობა ახასიათებთ, შაირები, სიმღერები, ხუმრობები. იუმორის განსაკუთრებული ნიჭიც აქვს. თუ გახსენდებათ რა ესეთი განსაკუთრებული, თუ შეაგროვეთ ესეც თქვენი ინტერვიუს პროცესში. ბატონო, აი ფოტოზეც გამოჩნდა მუხამედი რემაძე, რავი, ჩვენი აჭარის საგანძური ანსამბლ ბერმუხას უხუცესი სოლისტი, რომელიც არის 104 წელს უსრულდება 104 წელი, ის ცეკვავს, ასევე შეუძლია სიმღერა და მუხლმაგარი ადამიანი. კი ბატონო, ნამდვილად ეთერში მოწვეული და გავიცანით გქონდა ამის ბედნიერება. ნამდვილად ბერმუხა. ასევე ლექსები იციან რაღაც ბავშვობაში ნასწავლი დამახსოვრებული სკოლის პერიოდში ან ოჯახში და აგრძელებენ ამ გადაცემის დამახასიათებელი მარგალიტები. რასაც ვისმენ არის, ანუ სრულფოსოვანი ცხოვრება რამდენად დიდ გავლენას ახდენს შენზე, ხო, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე სოციალური, ხო, შრომა, სწავლა, ინფორმაციის ქონა, არ დავიწყება, ანუ მეხსიერების პრობლემებიც ნაკლებია. ანუ ძალიან ბევრი რაღაცის ნაკლებობას განვიცდით, გამოდის ბარში ადამიანები, რაც იქ პრობლემა არ არის იმასაკში. ბევრი სტრესულია ცხოვრება ალბათ ბარში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ეპოქას, რა ეპოქაშიც მოუწიათ ცხოვრება, ეს არის ზუსტად პარადოქსული და გასაოცარი. ომებ გადატანილმა თაობამ შეძლო და იცოცხლა 100 წელზე მეტი, მიუხედავად იმისა, რომ დენიც არ იყო, ხშირად ალბათ სციოდათ და საკვებიც არ იყო შესაბამისი, რითიც იკვებებოდნენ და აჩენდნენ შვილებს და ჯანმრთელი შთამომავლობა ყავთ, რაც მთავარია. რატომ შეიცვალა ასე ეს, არ ვიცი, ეპოქა ამდენად, რომ აისახება ყველაფერი თითქმის ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეს ძალიან უცნაური. ისე თვითონ რას ამბობენ საინტერესოა ამაზე, რო გვიყურებენ ამ მცირედ ცხოვრებ ადამიანებს. ანუ რამე გაქვთ, ანუ თვითონ რას ამბობენ ხოლმე ამაზე. ალბათ ცხოვრების წესი, თვითონ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები არიან და ალბათ ფიქრობენ, რომ ვინც შედარებით ნაკლებად ცხოვრობს, არ მისდევს ამ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ამიტომ არ ცოტა დაბლა სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები, თუმცა ბათუმში ჩავწერე რამდენიმე უხუცესი საკმაოდ საინტერესოა. აქ ცხოვრობენ ამ ქალაქშიც? კი ბატონო, ბათუმში მხოლოდ 5 უხუცესი ყავს 100 წელს გადაცილებული, მეტი არა, მაგრამ ყველას ბიოგრაფია საკმაოდ საინტერესოა. თუმცა 95 წელს გადაცილებულები ჭარბობენ ბათუმში, მაგრამ 100 წლამდე მიღწევა უჭირთ ქალაქის ცხოვრებას. უსურვოთ მათ დღესწელობა, სად არის თქვენი წიგნის შეძენა შესაძლებელი? ჯერ წიგნი არ გამოსულა, წერის პროცესში ვარ, მინდა დაახლოებით 50-მდე ბიოგრაფია შევაგროვო, მოუყარო თავი ერთად და შემდეგ გამოვცე. რა ერქმევა წიგნს ფიქრეთ ამაზე? ჯერ არა ვფიქრობ და ზუსტად სამუშაო ვერსია თუ გაგვჭირდა ყველაფერი გვაინტერესებს. ალბათ საუკუნის ადამიანები აჭარიდან ასე. ძალიან დიდი მადლობა გიორგი ბროლაძე, ავტორი წიგნისა, რომელიც ჯერ კიდევ არის დამუშავების პროცესში და მალე იხილავს დღის სინათლეს. დიდი მადლობა გემშვიდობებით. მადლობა თქვენ. ახვამდის. ახვამდის. მოკლედ
ვილაპარაკობ ჩვენს რეგიონზე და ბარემ ჩვენს ქალაქსაც უნდა შევეხოთ. მოკლედ, არც ისტორიკოსები ახლა უკეთესად ვილაპარაკებენ იმაზე თუ რამდენი წლისაა ქალაქი ბათუმი, მაგრამ დასახლება ახლა ყველა მიცის ალბათ, ვინც ვისაც საქართველოს ისტორია ერთხელ მაინც გადაუშლია, სადმე ინტერნეტში ხედრი ან მეგობარი ეთყოდა, რომ აქ დასახლება უხსოვარი დროიდანაა, რომ დაუშვათ ბერძნული სახელწოდება ერთ-ერთი ვერსია ხო, რომ ხრმა წყალი, ბათუსი და ნუ შემდეგ მოდის სხვადასხვა ვერსიები, რაზეც ახლა არ დავიხარჯებით, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ დაგუგლოთ და მოძებნოთ, მანამდე კი ვიცით, რომ თვითონ ქალაქის სახე ალბათ დაახლოებით 200 წლის წინ მიეცა აქაურებას, როდესაც აღმოჩნდა, რომ ბათუმი მნიშვნელოვანი ჰაბი როგორა კვანძია, ხო, დამაკავშირებელი სავაჭრო კვანძია, დაუშვათ აი ბაქოსა და დანარჩენ სამყაროს შორის ნავთობი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა დეტალები თუ როგორ გახდა ადმინისტრაციული ცენტრი ეს ქალაქი, როგორ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა და არა უბრალოდ რაღაც დაუშვათ რიგითი ქართული დასახლება, ამაზე უკვე ჩვენი სტუმარი გვიამბობს, პატარი ოთარ გოგოლიშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი. მოგბრძანდით თუ შეიძლება? მოგესალმებით. მშვიდობისა. მოგესალმებით თქვენს და თქვენს მაყურებელს. მადლობთ. და ბარემ დღევანდელ თარიღიდან დავიწყოთ, რატომ არის 25 აპრილი ასეთი მნიშვნელოვანი ბათუმისთვის? ბათუმის ისტორიისათვის 28 აპრილი არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე. ამ დღეს ბათუმს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ახლა რა თქმა უნდა ისმის კითხვა, მანამდე არ იყო ეს თვითმმართველი ქალაქი და ძალიან საინტერესო არის ერთი რამ, რომ თურქეთის პერიოდში, თურქეთის ბატონობის პერიოდში მთელი 3 საუკუნეა, თუმცა არის მოსაზრება, რომ 3 საუკუნე არა და მართლაც არა, 3 საუკუნე არის ნაწილი აჭარის, ხოლო ბათუმი ესე იგი 1710 წელს დაიპყრეს თურქებმა, აი მის მერე არის თურქეთის შემადგენლობაში, ასე რომ მთელი აჭარა 3 საუკუნე არ გამოდის. მიუხედავად ამისა, ქალაქის სტატუსი ბათუმს არ ქონია. შესაძლოა ძალიან საინტერესო არის 1860 წლის თურქეთის სულთანის ჩამონათვალი. თურქეთის რესპუბლიკაში, ანუ თურქეთის სასულთნოში იყო ასეთი, რომელ ქალაქებს ჰქონდა მინიჭებული ქალაქის სტატუსი. დიდი სტამბოლი იყო, იზმირი, სამსუნი, არის ტრაბიზონი იყო, მაგრამ ბათუმი იქ ნახსენები არ იყო. მაშინ ბათუმის თურქეთის ბატონობის პერიოდში ბათუმი განაგებდა დღევანდელი ქალაქის მერის, ქალაქის თავის შესაბამისი პიროვნება კაიმაკამი. მას ევალებოდა ქალაქის მეურნეობის განვითარება. ხოლო მთლიანად ბათუმის ოლქს მუთესარიფი. აი ეს იყო მაშინდელი საქალაქო, ესე იგი მეურნეობის ესე ხელმძღვანელი პირები. დანარჩენი თანამდებობები აქ მოცემული არ არის. საინტერესო არის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1878 წლიდან 1886 წლამდე პორტო-ფრანკოს ბატონობის და პორტო-ფრანკოს არსებობის პერიოდში ორჯერ დაისვა საკითხი ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ. იცით მაშინ როგორ ანიჭებდნენ ქალაქს ესე საქალაქო სტატუსს შემოსავლების მიხედვით. თუ რამდენი შემოსავალი ქონდა ქალაქს და რამდენად გონივრულად იხარჯებოდა ეს შემოსავლები თქვა მოსახლეობაზე. რამდენი სამრეწველო ობიექტი იყო ქალაქში და კიდევ ეს შემოსავლების გაზრდის საშუალება იყო თუ არა. აი იყო ზუსტად ასეთი პირობები იყო, რომელიც მაშინ ესე იგი უნდა დაეკმაყოფილებინა ქალაქს, რომ ქალაქისათვის მიეწათ ქალაქის სტატუსი. მაშინ აი ამ პორტო-ფრანკოს პერიოდში ბათუმს განაგებდა ბათუმის ოლქის უფროსი. ის იყო უშუალოდ როგორც სამეურნეო, კულტურული, საგანმანათლებლო და ნებისმიერ მიმართულებით. ხოლო ქალაქის შემოსავლებს და ამ შემოსავლების განაწილებას უშუალოდ განაგებდა პოლიციის სამმართველო. და პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო მაშინ ჟურული, ძალიან ნიჭიერი და ძალიან ძლიერი პიროვნება, ეს ქეთევან ჟურულის მეუღლე, რომელმაც პირველი ქართული თეატრი დაარსა ბათუმში დავით ტიაშვილთან ერთად და შემდგომ ვოზნესკის შემდგომ კიდევ სხვა პიროვნებები იყო, ეგოროვი, დავიდოვი, ეს რუსები იყო ძირითადად, რომელიც ქალაქის მეურნეობის წარმართვა ევალებოდა. აი 1888 წლიდან შეიცვალა ყველაფერი. 1885 წელს, იაკშეთ ყურადღება,
ბათუმის 90-მა მოსახლემ 90-მა ქალაქებმა ბათუმელმა წერილი მიწერა კავკასიის მთავარ მართებელს და მოთხოვა მას რომ ბათუმს იმდენი შემოსავალი აქვს რომ ბათუმს უნდა მიენიჭოს საქალაქო სტატუსი. ძალიან ძნელი იყო იმ ვაქვია მოთხოვნაში ჩამოწერილი იყო ისეთ ქალაქში ცხოვრება რომელსაც ხელმძღვანელი ფაქტურად არ ყავსო. ბათუმის რუსეთის სხვა ქალაქებში სხვადასხვა ხელმძღვანელები იყო, ქალაქის თავი იყო, ქალაქის საბჭო იყო, ხმოსნები იყო და ფაქტურად აი ესენი განაგებდნენ ქალაქს და ბათუმში ასეთი მსგავსი არ ყოფილა და 90-მა კაცმა მოინდომა ქალაქისათვის შემოსავლების მიხედვით და შემოსავალ გასავალი ესე თანაფართობის მიხედვით ქალაქის სრულიად აკმაყოფილებდა მისთვის რომ მიენიჭებინათ საქალაქო სტატუსი. ამ ამბის გასაკვირად კავკასიის მთავარ მართებელმა, უпростоრად მეფისნაცვალი იყო მაშინ, ბათუმში გამოუშვა კომისია. კომისიას ხელმძღვანელობდა თბილისის საქალაქო მეურნეობის უფროსი, რომელსაც უშუალოდ ეს ევალებოდა მეფისნაცვლის კანცელარიის ჩინოვნიკი ვინმე გავრონსკი. გავრონსკიმ შეისწავლა ბათუმის ესე ამ მოსახლეობის წერილში მოცემული მოთხოვნები, შეისწავლა მანვე შეადგინა წერილი კავკასიის მთავარმართებლის ესე სახელზე, სადაც ეწერა რომ თუ ეს პირობები დაკმაყოფილდებოდა, რაც ამ 90-მა კაცმა მოგწერა თქვენ, მაშინ თავისუფლად შეიძლებოდა ბათუმისთვის მიენიჭებინათ ესე იგი მეურნეობის, საქალაქო ქალაქის სტატუსი. რამდენი იყო ეს 90-მა კაცმა პირველად მოითხოვა ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭება, მაგრამ ეს მოთხოვნა ისე კი არა, რომ მოითხოვა არა დაასაბუთა, თუ რატომ უნდა მინიჭებოდა ბათუმს, ესე იგი თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. მოიყვანა სხვა მაგალითები, მაშინ რუსეთში თითქმის ყველა ქალაქ, სადაც ცხოვრობდა 100,000-ზე მეტი კაცი, ჰქონდა საქალაქო სტატუსი, ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე ოდესას მაგალითად და კიდევ სხვა ქალაქებს, მოგილიოვი და სხვა ქალაქები, რომელიც უფრო ნაკლები იყო, 30,000 მაცხოვრებელი იყო, მაგრამ იქ განსხვავებული პირობები იყო, სადაც რუსეთის იმპერატორმა სპეციალური ცირკულარით მათ მიანიჭა, ესე იგი საქალაქო მეურნეობისა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. საბიუჯეტო მონაცემები არის ცნობილი, რამდენ შეადგენდა მაშინ ბათუმის კაპიტალი? თვით პორტო-ფრანკოს პერიოდში ბათუმის ესე იგი შემოსავალი დაახლოებით რამოდენიმე 1000 რუბლს მამეთზე მეტი იყო. ახლა კონკრეტულად 120,000, 130,000, მაგრამ გასავალიც მეტი იყო. საფუთო გადასახადები იყო მაშინ სპეციალური გემებისათვის დაწესებული რამდენი გემი შემოვიდოდა იმდენ დგომის და საფუთო გადასახადს იხდიდა. ეს ყველაფერი შედიოდა სპეციალურ ხაზინაში, რომელიც პორტო-ფრანკოს მუშაობის პერიოდში, მოქმედების პერიოდში ეს ხაზინა მოქმედებდა. ფაქტურად ის განაგებდა თუ რასში უნდა დახარჯულიყო ეს პული. ძალიან დიდი თანხა შემოდიოდა ბათუმში, გაცილებით მეტი ვიდრე ფოჩი ან რუსეთის იმპერიის შავი ზღვისპირეთის თითქმის ბევრ ქალაქში. და სხვადასხვა ამას ამტკიცებდა ეს ხალხი. მოთხოვნაში თქვენ სწორი კითხვა დასვით, შემოსავალი საკმაოდ დიდია, ამასთანავე გასავალიც დიდია, მაგრამ თავარი ის არის, რომ ფაქტიურად ბათუმის ესე იგი მეურნეობა, ბათუმის ეკონომიკა და ბათუმის კაპიტალი სწორედ ამ გემების შემოსავლითა და გემებიდან აღებული ფულით ისაზღვრებოდა. მაგრამ 1893 წელს ბათუმში გაიხსნა რკინიგზა, სამტრედია ბათუმი და უკავშირდა ამით მაგალითად სოფიოს წამყვან ქალაქებს და კიდევ უფრო გაიზარდა ბათუმის შემოსავალი. თანაც რკინიგზის მეურნეობის მოთხოვნაში იქ პირდაპირ ეწერა, რომ ყველა მატარებელი, რომელიც ბათუმის ფარგლებში შემოვიდოდა და შემდეგ მას დატოვებდა, თანხა უნდა გადაეხადა ეს ქალაქის ბიუჯეტში. ძალიან დიდი თანხა იყო, საკმაოდ დიდი თანხა იყო. 1888 წელს ის მოხდა 1885 წელს 5 წელი დაჭირდა მსჯელობას. 88 წელს რუსეთის იმპერატორის ესე იგი კანცელარიიდან სპეციალური პიროვნებები ჩამოვიდა ბათუმში. რა თქმა უნდა, მათ ახდა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მუშაკები. ისინი დიდი ხნის განმავლობაში დარჩნენ ქალაქში მთელი 3 თვე. შეისწავლეს თავიდან ბოლომდე ბათუმის პორტი, ბათუმის ამ დროს როთშილდები,
ანთაშევი, ესე იგი ნობელების ხალხნები იყო, რომელსაც შემოსავალი ჰქონდა, სადაც გადასახადების სპეციალური ქალაქის ბიუჯეტში შემოვიდა და გააკეთეს დასკვნა, რომ ბათუმი შემოსავალი და გასავლით მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკის განვითარების სწრაფი ტემპებით იმსახურებს იმას, რომ ბათუმს მიენიჭოს საქალაქო სტატუსი. 1888 წლის 28 აპრილს კავკასიის მთავარმართებელმა გამოსცა სპეციალური ცირკულარი, რომ ბათუმი იყო იქ მარტო ბათუმის არ გამოუწია, ბათუმის გარდა 7 ქალაქი იყო იქ მოცემული. მარტო ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის, ესე იგი ასეთი დადგენილება არ გამოსულა. იქ თლიანი დადგენილება გამოვიდა. შავიზღვისპირეთის ქალაქებზე იყო საუბარი. და ისეთ რუსეთის ცენტრალურ, ესე იგი გუბერნიის ცენტრალურ ტერიტორიაზე რამოდენიმე ქალაქი იყო მოცემული, მათ შორის იყო ბათუმი. დასაბუთებული იყო ეს ყველაფერი და 28 აპრილი ითვლება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თარიღად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ნამდვილად. ეს ძალიან საინტერესო კიდევ ისიც რა არის. ის თანამდებობები, რომელიც საქალაქო სტატუსის მქონე ქალაქს, ესე იგი უნდა ქონდეს, აქ იყო მოცემული. მაგრამ განსხვავება რა იყო? განსხვავება ის იყო, რომ პირველად ქალაქის თავი, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა ქალაქის მეურნეობისათვის, უნდა ყოფილიყო დანიშნვითი. ეს იყო ტიპიური, ვთქვათ, რუსული იმპერიისათვის დამახასიათებელი. ამ პერიოდში გერმანიის ქალაქები, საფრანგეთის ქალაქები, რომელიც შევისწავლეთ ჩვენ, როგორ იყო მაშინ, იქ არჩევითი იყო უკვე. მაგალითად, საფრანგეთის ტულუზა, მარსელი, დიდი ქალაქის თავები აირჩია მოსახლეობამ. ასათიანი იყო პირველი არჩეული მერი, ცოტა მოგვიანებით, ხომ, ბათუმში? როგორ? ასათიანი გახდა ცოტა მოგვიანებით პირველი არჩეული. ახლა როგორ იყო? პირველად იყო გავროსკი, ესე იგი ქალაქის თავი, რომელიც დაინიშნა მეფის ნაცვლის მიერ, მაგრამ 1894 წლისათვის ახალი დადგენილება მოვიდა კავკასიის მეფის ნაცვლისგან, რომ ქალაქის თავი აერჩია ხმოსნებს. ვინ იყო ხმოსნები? ხმოსნები იყო ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები. 1898 წლის 28 აპრილს, როდესაც ქალაქს მიანიჭეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, იქვე დაინიშნა ხმოსანთა არჩევნები. ხმოსნებისათვის სპეციალური დადგენილება იქნა ესე გამოტანილი, ვინ უნდა ყოფილიყო ხმოსანი და რა უნდა ქონოდა მას, არც ერთი პიროვნება, რომელსაც მოძრავი ქონება ბათუმში არ ექნებოდა, ის ხმოსნად ვერ გავიდოდა, ვერ წავიდოდა. ორჯერ მოხდა არჩევნები, ანუ ფინანსური ინტერესიც უნდა ქონოდა ქალაქში, ხო? ხმოსანი უნდა ყოფილიყო ფინანსურად მაგალითად ძლიერი. ან ყოველ შემთხვევაში მას უნდა ქონოდა ბათუმში, როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება. შეიძლება ბათუმელი არ ყოფილიყო, მაგრამ ისეთი ქონება ქონოდა, ასეთი იყო მაგალითად ვინმე პეტროსიანი, სომეხი, რომელსაც ბათუმში ქონდა 3 მაღაზია, მაგრამ თვითონ ბათუმში არ ცხოვრობდა და მან შეიტანა განაცხადი, მაშინ ბევრი სომეხი ცხოვრობდა ბათუმში, განაცხადი თვითონ ესე იგი ხმოსანთა არჩევნებზე და ის აირჩიეს ხმოსნად. და სხვადასხვა ეს იყო, ესე იგი, უნდა ქონოდა მას ცენზი, სპეციალური ცენზი, რომ მას ქონოდა უძრავი ქონებოდა იხთიდა გადასახადს. თუ გადასახადს არ იხდიდი, მაშინ ხმოსანთ ვერ გახვიდოდი და სხვადასხვა საინტერესო ის არის, რომ 36 კაცი იქნა ხმოსანი არჩეული. აქედან ორჯერ ჩატარდა, პირველი ჩატარდა პირველად 1888 წლის 27 აგვისტოს, მეორე კი 3 სექტემბერს. 3 სექტემბერს აირჩიეს, ესე იგი, საქალაქო ბათუმის თვითმმართველი ქალაქი, ბათუმი ასე ეწოდებოდა უკვე, ესე იგი, სათათბიროს შემადგენლობა. დემოკრატიის ჩანასახად შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ? ნამდვილად პირველი დემოკრატიის ჩანასახი. ჯერეთი არჩევნები, სადაც ხდება არჩევნების შედეგად არჩევნები, ეს ნამდვილად, ესე იგი, არის ბათუმი იყო ყოველთვის მოწინავე და საინტერესო რა არის კიდევ. დიახ. 1895 წელს ხმოსნებს მიეცა უფლება, რომ აერჩიათ ქალაქის თავი. და პირველი ქალაქის თავად აირჩიეს ცნობილი ქართული საზოგადო მოღვაწე, გუზარმაზარი პიროვნება, ძალიან დიდი ადამიანი, ბათუმის ქართულ ქალაქად გადამქცევი და ბათუმში ქართული სულიერების, ქართული კულტურის, ქართული განათლების
ერთ-ერთი ყველაზე ძიდი ისტორიული ბურჯი ლუკა ასათიანი, რომელიც 12 წელი იყო ქალაქ ქუთაისის ესე იგი თავად და ქუთაისში ძალიან ბევრი რამ გააკეთა ქუთაისის ქალაქად გადაქცევის საქმეში და კიდევ ის არის რომ ის უნიკალური უძვირფასესი და ბათუმისათვის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათები, რომლითაც როგორც ბათუმელები, ასევე ბათუმის სტუმრები ნამდვილად ამაყობენ და ეს თავს იწონებენ, სწორედ მის დროს იქნა გაკეთებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვითმმართველი ქალაქის შენობა, აი ის რა ქვია, იმის შენობა, მერიის ქალაქის შენობა, თითქმის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა ლუკა ასათიანის სახელთან არის დაკავშირებული, ასევე ეგრეთ წოდებული ჟილინსკისა და პეტროვის არხების გაყვანა. ბათუმი ჭეობიანი ქალაქი იყო, ძალიან მძიმე საცხოვრებელი ქალაქი იყო და წვიმის დროს საშინელება ხდებოდა ქალაქში. ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე ვერ გადიოდ, ვერ გადადიოდ. თუმცა მოვედით დღევანდელ ბათუმში. ყველასორის მოიწვია ცნობილი ინჟინერი და ცნობილი პიროვნება, ესე იგი ჟილინსკი და მას შეადგენინა გეგმა, რომელშიც თვითონ ღებულობდა მონაწილეობა და გაიყვანა ეს უნიკალური არხი, რითაც გაწმინდა და გაასუფთავა ქალაქის ქუჩა, ხრეში მოხრეშვა ქალაქის ბათუმის დღევანდელი სამანტყოფო ახლა მართალია ეს დაანგრიეს და დღეს თანამედროვე კლინიკა არის აშენებული, სწორედ ლუკა ასათიანის დროს იქნა აშენებული. განსაკუთრებულ პიროვნულ თვისებებსაც მიაწერენ ბატონო ოთარ, ამბობენ რომ განსაკუთრებული ხელმძღვანელი იყო და გამორჩეული ეს იყო უნიკალური პიროვნული მახასიათებლები ჰქონდა. როგორც ქუთაისის ქალაქის თავი, ასევე საარქივო მასალებში შესანიშნავად ჩანს თვითიკ როგორ მუშაობდა და განსაკუთრებით ქალაქელების სიყვარულში გამოიხატებოდა. აი ეს ჩვენი ქალაქი, რომელიც გადააქცია ნამდვილ ევროპულ ქალაქად, სკოლების გახსნა, გიმნაზიების გახსნა და ლუკა ასათიანი მოულოდნელად გარდაიცვალა 1902 წელს და ის შეცვალა ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციის შესაძლოა ილია ჭავჭავაძე მისცა რეკომენდაცია თვით ლუკა ასათიანს ილია ჭავჭავაძის რეკომენდაციით ივანე ანდრონიკაშვილი იქნა არჩეული, რომელიც ცარიზმის დამხობამდე ხელმძღვანელობდა ქალაქ ბათუმს და ლუკა ასათიანის და ის დაუმთავრებელი საქმეები თვით მან დაამთავრა. მოკლედ შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობთ, შესანიშნავი ისტორია. ჩვენ ვცხოვრობთ უნიკალურ ქალაქში, შესანიშნავ ქალაქში და თუ აი აქამდე ლუკა ასათიანამდე არც ესეთი ქართველი არ იყო თანამდებობაზე, თუ არ ჩავწვი დივანე მესხს, რომელიც თვითმმართველობის დივანი იყო მთელი 25 წლის განმავლობაში, ეს გაზეთ-დროების რედაქტორის სერგეი მესხის ძმა, არც ესეთი ის არ ყოფილა, ესე იგი ქართველი ქალაქის თანამდებობაზე და ლუკა ასათიანი იყო პირველი ქართველი დიდი ბრძოლისა და დიდი წინააღმდეგობის გაწევის შემდგომ და თვითმუშაობის პერიოდში ყოველმხრივი ხელისშეშლის შემდგომ ქალაქი გადაიქცა უნიკალურ ქალაქად. ძალიან უნიკალური ისტორიის მქონე ქალაქად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა საინტერესო ის არის, რომ ნახეთ, როდესაც გარდაიცვალა ივანე ანდრონიკაშვილი, შემდეგ იყო ცარიზმი დაემხო და ახალი ხელისუფლება მოვიდა რუსეთში, იყო დარახველიძე, მაგრამ კლინიცკად იწედებოდა. კლინიცკი მოკლეს, უბრალოდ ტერორისტებმა მოკლეს, კლინიცკი შეცვალა საბახტარაშვილმა, საბახტარაშვილი იასონ ჯავახიშვილმა, იასონ ჯავახიშვილი კი ვიზუან ჯაფარიძემ ყველა ქართველი ქალაქის თავი იყო ბათუმში და რომ დღეს ბათუმში ქართული სული ასე ძლიერია, ასე გამოკვეთილია და ასე მნიშვნელოვანია, ვისაც ჩვენ ყველა ქართველები ვარ და ამაყობ ძალიან დიდი მადლობა. პლუს გრიგოლ ვორსკი, ივანე მესხი, დავით კლდიაშვილი და ლუკა ასათიანის ირგვლივ შემოკრეფილი ქართული ეროვნულ პატრიოტული დასი. ნამდვილად ჩვენ ამ თემაზე რომ ვისაუბროთ სიღრმისეულად, დრო არ გვეყოფა და ამიტომ უღრმესი მადლობა ამით დავამთავრეთ თქვენთან მოსვლას, თქვენთან დღევანდელ ჩემს გამოსვლას, რომ ორშაბათს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში თვითმმართველობის ისტორიაზე და თვითმმართველობის წარსულზე, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, თვალსაჩინო სახით გვაქვს შესანიშნავი ღონისძიება. მე ვთხოვ ქალაქის საზოგადოებას, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას და ძალიან ბევრ ამის გაიგებს ქალაქის ისტორიიდან. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. აი ამ ადამიანების დამსახურება არის ის, რომ ქალაქი დღემდე ინარჩუნებს სიყვარულს აქ ცხოვრები ადამიანებისა და არა მხოლოდ. წარსული არის გზა მომავლისა. დიდი მადლობა. უკვე გავითვალისწინოთ ყოველთვის წარსულის გაკვეთილები, იმისთვის რომ მომავალში სწორად აღმოჩნდეს. დაგემშვიდობებით ბატონო ოთარ და წარმატებებს გისურვებთ. ოთარ გოგოლიშვილი ისტორიკოსი პროფესორი იყო ჩვენი სტუმარი.
შესანიშნავი რუბრიკის დრო მოვიდა და ცოტათი მწვენია რომ მე წარმოვადგინო, იმიტომ რომ პაატას ისე უყვარს ეს რუბრიკა, ისე უყვარს რომ სახე უღიმის და დღეს ნაჭამი მოვედი. შეგიძლია შენ წარადგინო ეს დღეს ნაჭამი მოვედი. ხო, ბათუმზე ლაპარაკობდი და პრინციპში ნონას და სულ ანუ აქ ტრიალებს ხოლმე ხო აჭარაში და შესაბამისად ყოველთვის კავშირშია ბათუმთან და აჭარასთან და ნახოთ ერთი რა მოამზადა. ოღონდ კერძი არასდროს არ მოაქვს ხო? ხო, კერძი არ მოაქვს, მაგრამ ნუ ჩვენ ასე დისტანციურად ვიკვებებით ჰაერით. ნახოთ აბა ამჯერად რას შეგვახარბებს შევხედოთ ვინერვიულობ. ნონა შუადღემშვიდობის სტუმრად გიორგი პარამიძე ყავს. შუადღემშვიდობის კი, როგორც ყოველთვის, მოგესალმებით მე რიპა და ნინო. ესე იგი, გიორგი მეუბნებოდა ახლაც, რომ სტუმარი არ მიწოდო, იცოდე და არ ვიცი რას გიზამ, კადრს მიხმაო და ვერ ვუწოდებ სტუმარს. ფაქტობრივად თანაწამყვანია მეგობრებო გიორგი პარამიძე და პაატა ამბობდა დასაწყისში, რომ ახლა ნახოთ კიდე რა შეგვახარებებს, არასდროს არ მოაქვს ჩვენამდე კერძი, რომელსაც ამზადებსო და ცოტა გული დამწყდა გიორგი. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ მივიტანოთ ერთხელ ამუდამოდ სტუდიამდე ჩვენი კერძი? ალმაცერად მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუდიის წამყვანებს. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მე არ მომილოცია თქვენი ეთერით. მოგეთ დღეს რას ვაპირებ და დღეს ვბედავთ, გავაკეთოთ ბურგერი, ანუ ხო, წინა ეთერში ვთქვით, რომ ადამიანის გამბედაობას არ აქვს საზღვარი და ასე შემდეგ. დღეს მართლა დავიწყდეთ ყველანაირი შუბლის ძარღვი და ვაკეთებთ ბურგერს. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები თვლიან, რომ ეს არის მარტივი პოზიცია, სულაც არ არის მარტივი, ჩვენ ძალიან ბევრი ვიწვალეთ. ხორცის სწორად მომზადებაზე, ყველის соуსის მომზადებაზე და რახან ბევრი დრო არ გვაქვს, ყველაფერი მზად. კი, მოკლედ დროში რომ ჩავეტიოთ. გიორგი, თუ კიდე მე ვიქნები რესპონდენტი დღეს და შეიყვავში. სხვათა შორის, მადლობა მასპინძლობისთვის გოჩიც ბათუმს, საოცარ ამბებს დავატრიალებთ ახლა მე და ნონა. მე და შენ? კაი, რა პრობლემაა, ორივე დავიწყოთ. ყველაზე მთავარი ამბავი ჩვენთვის და ჩემთვის სუბიექტურად ვიტყვი, რომ აუცილებელია ბურგერისთვის ხორცი იყოს და დაბრაწული და თანსველი. ეს არის ყველაზე რთული ამბავი ბურგერში ჩვენ ყველი პომიდორი და ბოსტნეული მოგვეპოვება. თავარი არის ხორცი, ხარისხი და სწორედ მომზადების ტექნიკა. ეს არის აუცილებელი. დავიწყოთ მაშინ ახლა რომ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და უცებ მაყურებელს უნდა გავაკეთე რა. 1-2 და მეც გავაკეთე შეიძლება? გავიკეთოთ ერთმანი? კარგი. ორივეს ფშალი გვაქვს. პირველად მომზადებ ბურგერს გიორგი. ანუ თქვენ გავსოთ ხო წინა ეთერები როგორ ამზადებს ნონა რაღაცეებს და რაღაცა ინგრედიენტების გამოცნობა ხო მაინც შემიძლია. შენ შეგიძლია რაღაც საინტერესო მოყვე ამასობაში. საინტერესო შეიძლება ის მოყვეთ, რომ გერმანიის ქალაქ ჰამბურგიდან მომდინარეობს ბურგერის სახელწოდება, თურმე აი ესე დაზუსტებული ინფორმაციები არ არსებობს ისტორია როგორ შეიქმნა ბურგერი, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიის თანახმად გერმანელი ემიგრანტები, როდესაც მიდიოდნენ ამერიკაში, მიჰქონდათ პურში ჩადებული სტეიკი, აი ესე მომზადებული და შემდგომ ეს კერძი ნიუ-იორკში გავრცელდა, ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა და ამერიკაში უკვე ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. გერმანიიდან ამერიკაში კი ჩაიტანეს, მაგრამ ამერიკის სახელს უკავშირებენ. მაინც გერმანული იყოს ჩვენთვის. ჩვენთვის გერმანული. როგორც ისინი ამბობენ, დახლეჩილი სტეიკის ხორცი. ეხლა კიდე რაღაც ავიკითხეთ ჩვენ ChatGPT-ში და თურმე 2001 წელს გაფრინდა ბურგერი კოსმოსში. ხვდებით ხო რასთან გვაქვს შეხება? რა კერძთან გვაქვს შეხება, მეგობრებო? პირველ რიგში დავიწყებ, ესე იგი ჩვენ გვაქვს უკვე სპეციალურად მომზადებული მდოგვი და ძალიან მარტივი ხელის მოძრაობით. შეფები არ უსვამენ კოვს, მაგრამ ეკოვზით მირჩევნია. მეც იგივეს გავიმეორებ. ნახოთ როგორი მოსწავლები. მეორე ეტაპი არის კეჩუპი. ასევე გავაგზავნებთ კოვზით გადასვლას, რომელიც ნანამ წამართვა უკვე. ახლა დაგიბრუნებ. ესე იგი მაყურებელი ვინც შემსავალ პირველად ამზადებს. მე 4x უნდა ავაწყო, ეხლა დამთავრდა პურს გავსმევს. ესე იგი, შემდეგი ეტაპი შეგვიძლია ვქნათ ხელით, ამ შემთხვევაში მე ხელით მას გამოვიყენებ. ვიღებთ ხორცს, ვადებთ არ ჩერდებით, ერთი ნაწილი, ესეც ნონა შენ ითამაშე მაგით. ესეც მეორე ნაწილი, გაჩუქეს, ლამაზია. კი, რეალურად საერთოდ როცა თავიდანვე იწყობა მჟავე კიტრი და ასეთი ამბები, მაგრამ მე შუაში მოვაყოლებ, იმიტომ რომ ესე მირჩევნია და როგორც მე მინდა ისე გავაკეთებ. კი მიყურებს ფლობელი სისხლიანი თვალებით, მაგრამ არა უშავს. ჩემთვის ხორცი არ არის, ამიტომ ჩემი ბურგერი ხორცის გარეშე იქნება. ნონას ვეგანური ბურგერი. წავედით მესამე სართული. ხო, მისმევს იმათთვის ვამზადებ მე ბურგერს, მეგობრებო. ეხლა ალბათ მეოთხე სართული. მეოთხე სართული. გიორგი, ხორცის მომზადების ტექნიკა გავუზიაროთ მაყურებელს. ძალიან რეცეპტი არ ვიცი ამათ, იმიტომ რომ სპეცრეცეპტია, როგორც соуსი არის სპეცსოუსი, ისევე არის რეცეპტი.
ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეგ აღარ გვინდა, მაგას ჰალაპენიოს მე დავადებ. შენ გამოიყენო შეგიძლია ბოსტნეული. აი ყველა იმ მეგობრს მიმართავ, რომლებიც ჯანსაღკვებაზე არიან და ბროკოლის წვნიანებს ჭამენ ბუდის გიხდით დიდი ბოდიში და მე არაორგანული იქნება ჩემგან რომ ბოსტნეული გამოვიყენო, ზოგადად იყენებენ აქ, მაგრამ მე არ გამოვიყენებ და ჩემთან იქნება მარტო ხორცი და ბედნიერება. ჩემთან ხორცის გარდა ყველაფერი იქნება მეგობრებო. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი დღევანდელი დღის, მოკლედ გოჩიც აქვს თავისი სპეციალური соуსი, რომლის რეცეპტიც მართლა, არც ვიცი და არც დავეკითხები, იმიტომ რომ აი ნონა საგვარია. შესანიშნავია. მე ჩემი იდეით ვაწყობ. არის იდეალური. აი ნახეთ, რა მარტივად იშლება ყურძეც. შესანიშნავად გამოიყურება. დაგვრჩა ერთი ეტაპი, რომ ჩვენი იდეალური ბურგერი მზად იყოს. ეს რომელი соуსია? ეს არის არ ვახსოვ, ტერეკი არ იქნება, ტერიაკი არა და არა მგონი. აბა გვიკარ ნახეთ თუ შეიძლება. ბარბეკიუ соуსი ყოფილა. დიდი მადლობა. ესე იგი, ჩვენი ბურგერი თითქმის მზად არის. უი, ჩემი უკვე მზად არის მგონი. ხო, შენ უფრო მზად. ჩემი ბურგერი უკვე მზად არის. თუ გიყვართ ჰალაპენიო, დავამატებთ ჰალაპენიოს. მე მიყვარს ჰალაპენიო. აი ჩემი ვეგანური ბურგერი. ნონა დავაბედნიერია რომ რამდენი ჯანსაღი ბურგერი, მაგრამ ხორციც ჯანსაღია, ასე რომ არ უნდა ინაღლონ მაყურებლებმა თუ მოამზადებენ, აქ თუ მოვლენ და მიირთმევენ. ბევრჯერ გამიგონია მეც რომ აი არაჯანსაღია ბურგერის ჭამა და არა არსებობს ჯანსაღი, მაგრამ არადიეტური პროდუქტები ადამიანებო რა. თუ ხორცი იწვება სწორ ტემპერატურაზე, თუ არის მისი დაცული მისი შენახვის პირობები, ეს ყველაფერი არის ნატურალური და ჯანსაღი, არადიეტური, მაგრამ ჯანსაღი. ეხლა ჩვენ გვაქვს აქ წარმოდგენილი ყველის соуსი, მანამდე უნდა ვქნა ის, რასაც ყველა ისეთი წარმატებული მებურგერი და ბლოგერი აკეთებს. ეს მომენტი ახლა კადრით მე ძალიან მიყვარს ეგ მომენტი ხოთაშერს ნახე, ვაიმე რა კარგი. როგორ მოდის ცხიმები და ეხლა ყველაზე მთავარი თუ დაგვადებენ რაღაც კლასიკურ მუსიკას გაასწორებს. აბა წარმოვიდგინოთ, თვითონ კარგი მელოდია ადევს ახლა ამას რამე. და გიორგი ასხამს ყველის соуს ნახოთ როგორ წამოვა. მაინც რისკია. მაინც ხელი არის. აი ძალიან კარგია. ღმერთო ჩემო ვისაც ბურგერი უყვარს, რავი. აი მათთვის საოცარი კერძია ეს. ყველა ადამიანს მოვიკითხავ და ბოდის მოვხდი მართლა ვინც ჯანსაღკვებაზეა. ვაუ, შესანიშნავია. არა, ღირს ჯანსაღი კვების ერთხელ დარღვევად და დიეტის დარღვევად. ჩვენთან ერთად. ასე რომ ან ნახეთ აი სასწაულად გამოიყურება. ჩემი ბურგერით სადმე აქ უნდა. არ ვიცი როგორ ვიკადრო, მაგრამ აქ უნდა. ჩემი მეგობარი ამბობს, რომ უნდა ჩავწეროთ ბლოგი, სადაც გავაკეთებთ საჭმელს, რომელიც არ ასუქებს და კოქტეილებს, რომელიც არ ათრობს. აუ, ძალიან მაგარი იდეა, მართლა ასე გამოიყურება ბედნიერება ჩემი აზრით. და მართლა ასე მარტივად ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ ესე გამოიყურება ბედნიერება. კი, მართლა როგორი დიდი ბედნიერება. კი, ნონა, გარისკაო? არა, აქ არ გვიქნებთ. დღეს თავი შევიკავთ, კადრს მიღმა დავაგემოვნოთ. ახლა მაინტერესებს წამყვანები რას გვეტყვიან. პატა ბოდიში, პატა ბოდიში. მე პრობლემა და პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ რომ ხა ბურგერი აქამდე რომ მოა, რა ვიცი, ბურგერი გიორგი ნინოსთვისაც გაქვს ბოდიში მოსახდელი, იმიტომ რომ ვეღარ ვეტევი, მოკლედ აი ამ ესე რა ვქნა გარემოში ისე მინდა რომ რაღაცერად მოგწვდეთ და როგორ ამხიარულებს გემრიელი საკვები ადამიანს ნახე როგორ მხიარულებს. როდესაც განსაკუთრებით უკვე ჩალაგებულია მაცივარსი, მაშინ კიდევ უფრო ამხიარულებს. მაგარია, მოკლედ გემრიელად მიირთვან. ბონაპეტი ამბობენ ფრანგები. ნონა, რა ვიცი, თუ არ დაიზარებ და ჩვენთვისაც მოამზადებ, გემრიელად გიახლებით გადაცემის შემდეგ. გიორგისაც თუ აქვე გააკეთებ. ვეცდები. აბა, კარგად. და გამშვიდობებით. მედია ისე ამოვნა მაყურებელმაც. მადლობა. ესე იგი, სადილობის დრო არის და მხოლოდ სადილობის არა. გიყვარს ჭამის დროს რაღაცების მოსმენა? კი. აი ახლა ზუსტად ეგ დრო დადგა, რომ საკვებთან ერთად, ნონა არ ვიცი ჩართავს თუ არა ტელეფონში მაინც ტელევიზორში არ მგონია. გადაცემას რომ მოусმინოს, მერის რუბრიკის დრო არის, მერის წუთი ასე ქვია, თუმცა წუთი არა, წუთები, ასე გამოდის, იმიტომ რომ ერთ წუთში ვერ ჩაეტევა, ისეთი საინტერესო სტუმარი ყავს მოწვეული დღეს და ისეთი შეკითხვები აქვს მას მომზადებული ჩვენი სტუმრისთვის, ჩვენ დიდი სიამოვნებით, ახლა მე და პატა ცოტა ხანი გავჩუმდებით და მერის მოусმენთ, აბა გისმენთ, ხო?
დღევანდელი ჩემი რუბრიკის სტუმრის ცხოვრების ისტორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქალმა შეიძლება მოახდინოს მნიშვნელოვანი გავლენა როგორც პროფესიულ სფეროში, ისე ოჯახში და საზოგადოებაში. ის არის ქალი, რომელმაც დაუმტკიცა საკუთარ თავს და სხვებს, რომ წარმატება და ჰარმონია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი შეუზღუდავად ეყრდნობა ძალისხმევას, შრომას და რწმენას. მისი ისტორია არის შთაგონება ყველასთვის, ვინც ოცნებობს, შეძლოს წონასწორობის მოძებნა კარიერასა და პირად ცხოვრებაში. დღეს კი ის თავად გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, წარმატებებს და იმ გამოწვევებს, რასაც გაუმკლავდა. ჩემი გადაცემის სტუმარი არის მარი კორინთელი, გამომცემელი პროფესორი. მარი, მოგესალმები. მიხარია რომ გამიწვეთ მოდა მობრძანდი. ძალიან მომწონს შენი რუბრიკა და მართლა უზომოდ გამიხარდა რომ მომიწვია. ძალიან დიდი მადლობა, მინდა გულწრფელად ვისაუბროთ. მარის იცნობს ყველა როგორც გამომცემელს, როგორც ინტელექტუალურ ქალბატონს, რომელიც უზიარებს ცოდნას ქალბატონებს, მამაკაცებს, ბავშვებს, მაგრამ არავინ იცის მარი როგორც დედა, არავინ იცის მარის ბავშვობა და არავინ იცის როგორი მეუღლეა მარი. მოდი დავიწყოთ ბავშვობიდან. პატარა მარი, როგორი იყო? ცელკი, ჭკვიანი, მხიარული. ისეთი სიტყვებით შემომკე მოკლედ წეღან რომ ცოტა არ იყოს დარცხვენილია პატარა მარიც და დიდი მარიც და პატარა მარის რაც შეეხება, ცელკი არ ყოფილვარ. რაღაცნაირად დაბადებით სერიოზული რომ დაიბადები, ასეთი ვიყავი და დიდოდეს მხიარული ბუნებითაც არ გამოვირჩეოდი, უფრო ისეთი ვიყავი რა, როგორ გითხრა, საკუთარ ფანტაზიებში და ოცნებებში გამოკეტილი არა, მიყვარდა ურთიერთობები და ბევრი მეგობარიც მყავდა, მაგრამ ბევრს ვკითხულობდი ძალიან და კითხვა რადგანაც ავითარებს ძალიან ფანტაზიას, მეც რაღაცა ეს ჩემი გამოგონილი სამყარო მქონდა. ანუ ბავშვობიდანვე მქონდა კითხვის მიმართ ინტერესი? კი, 3 წლისამ დავიწყე კითხვა და არც შემიწყდა. რამ განაპირობა იყო ეს ოჯახის მაგალითად? შეიძლება ოჯახი იყო, ანუ ბევრი წიგნი მქონდა, ესე ხელმისაწვდომი, ირგვლივ და მიკითხავდნენ აქტიურად თან, მაგრამ კითხვის სწავლა ასე ოჯახს არ შემოუთავაზებია ჩემი თვისწავლე, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი მიჰყვებოდა დღეს არის მოდური ეს მოსაზრება, რომ არ უნდა ვასწავლოთ და არ უნდა დავაძალოთ და თამაში უნდა ვაცადოთ ბავშვს. მე ამას ვეთანხმები, ძალიან მომწონს და ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ მაშინ წლების წინ იცნობდა და იზიარებდა ამ მოსაზრებას და ამიტომაც მათ არ დაუძალებიათ ჩემთვის წერა-კითხვის სწავლა. ჩემი თვისწავლე მოკლედ რა ვეკითხებოდი ეს რასო და რომ პასუხობდნენ ვიმახსოვრებდი და 3 წლიდან დავიწყე კითხვა და მართლა აღარასდროს აღარ გავჩერებულ ვარ რაღაცნაირად, აი ჩემი ცხოვრების წესად იქცა და მშობლებს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენზე და ქალბატონისთვის უმნიშვნელოვანესია მამა. აი როგორი იყო მამის და მარის დამოკიდებულება, იმიტომ რომ შემდეგ წარმატებული ქალის ერთ-ერთი გამაპირობებელი ფაქტორია ეს ყველაფერი. ხო, აი გულწრფელად რომ თქვა, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე, როდესაც ამბობენ რომ აი ვიღაცას ძალიან გაუმართლა, რაღაცას რომ მიაღწევენ. მეც ცოტა მწყინს ხოლმე, თუ კი ვთქვათ რაიმე ისეთი მცირე წარმატება მექნება და ამბობენ რომ როგორი იღბლიანი ხარ, როგორ გაგიმართლა, იმიტომ რომ რეალურად ამ გამართლების უკან ჩემ შემთხვევაში ასეა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან ადვილად არასდროს არაფერი ხდება, ყოველთვის ძალიან მძიმე შრომა, დისციპლინა, რუტინა, რაღაც ისეთი რკინისებური მიდგომები დგას ხოლმე დიდი თუ მცირე წარმატებების უკან და ამიტომაც არ ვთვლი ხოლმე, მე პირადად არ მიმაჩნია ხოლმე, რომ გამიმართლა და თავზე რაიმე დამეცა. აი ერთადერთი რაშიც გამიმართლა, ეს არის ადამიანები ჩემი ცხოვრების გზაზე. არ ვიცი, ოჯახი, მეგობრები, ახალი ოჯახი, ყოველთვის ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანებში ნამდვილად მიმართლებდა, იმიტომ რომ ეს ისეთი რამაა, რაშიც შენ ასე ვთქვათ, დიდი წვლილი არ გაქვს, ხო? უნდა გადაგეყაროს იზიდავ ესეთ ადამიანებს, ესეც არ მოდის თავისთავად. და მამა ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადამიანია, თუ მიყურებს ასე კაცნას გავუგზავნი, იმიტომ რომ ჩემთვის მართლა ბევრი რამის მასწავლებელი არის დღემდე მამა ჩემი და პირველ რიგში ადამიანობის და მშობლობის. მამა ჩემი არის კეთილი ექიმი აიბოლიტი. რომელიც მოწოდებული იყო ყოველთვის, ახლა ვიტირებ. ყოველთვის მოწოდებულია იმისთვის, რომ
უანგაროდ დაეხმაროს ყველას, ვისაც შეუძლია რომ დაეხმაროს. არ ვიცი, აი ბავშვობიდან მქონდა ეს, ამას ვუყურებდი, თქვათ, როგორ წამოხტებოდა გამთენიისას, გავარდებოდა პაციენტის დასახმარებლად და ამაში შეიძლება საერთოდ არასდროს ანაზღაურება არ მიეღო, მაგრამ გადამკვდარი და გადაყოლილი იყო და ადამიანების სიცოცხლის სადარაჯოზე იდგა და ამასთანავე ის დღემდე არის მამობის და ადამიანობის ეტალონი და კაცი, რომელმაც მასწავლა არჩევანის ფასი რა, აი თავისუფლების და არჩევანის ფასი. რომელიც მენდობოდა ყოველთვის, გვენდობოდა და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე მქონდა მისი ნდობა და თავისუფლება. განაპირობა თუ არა მამის ამ სიყვარულმა, ამ დამოკიდებულებამ ის რომ დღეს როგორც khali, აი ამ კუთხითაც ძალიან ბედნიერი ხარ და შესაბამისი პარტნიორი ყავს გვერდით. კი, განაპირობა ნამდვილად, იმიტომ რომ მე ვიცოდი, ვთქვათ, როგორი უნდა იყოს კარგი მამა. და რაღაცნაირად კარგი მეუღლე? კარგი მეუღლეც, კი, კარგი მეუღლეც, მაგრამ ხა როგორი მეუღლე იყო, როგორი მეუღლეა, ხა ამას მისი პარტნიორი უკეთ იტყვის. ჩემთვის ის რასაც ვხედავდი, ძალიან კარგი მეუღლე იყო და არის დედასთვის, მაგრამ ხა ამაზე შვილი, ჩემი აზრით, შვილები შესაძლოა ბევრ ამას ვერ ვხედავდეთ და ის ობიექტურად ჰარმონიას და სიყვარულს ხედავდით ოჯახში. ნამდვილად ძალიან დიდ სიყვარულსა და რაც თავარია სიმშვიდეში გავიზარდეთ, ანუ ასეთ კონფლიქტები და აი აგრესიული მამაკაცი ჩვენს ოჯახში არ ყოფილა. მახსოვს ერთად-ერთხელ შეიგინა მამა ჩემმა, როდესაც მანქანამ ძალიან ცუდად გადაგუჭა წინ ერთად-ერთხელ და მე და ჩემი და ისეთ შოკში ჩავწვიდით და ნუ ვიცოდი მოკლედ მზრუნველი მამაკაცი როგორი უნდა იყოს და ალბათ რაღაცა კრიტერიუმები მქონდა გარკვეული და ამ კრიტერიუმების მიხედვით დაუკავშირა ჩემი ცხოვრება ძალიან კეთილ, მზრუნველ და თავდადებულ მამაკაცს. მოკლედ სასწავლებელი დავასრულეთ. ჩავაბარეთ იურიდიულზე და იურიდიულიდან უკვე გამომცემლობა და პროფესორი. სად მოხდა გარდატეხა? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდატეხა იყო თავიდანვე მომხდარი. ისე ცოტა ბავშვობას დავუბრუნდები, მოკლედ ბევრი რამ მაინტერესებდა ძალიან ბავშვობაში და ვცდილობდი რომ შეძლებისდაგვარად ძალიან რთულ დროში გავიზარდა ხა რა ვიცი 90-იანებიდან მოყოლებული საშინელი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და შეძლებისდაგვარად რის საშუალებასაც ოჯახის მდგომარეობა იძლეოდა ყველაფერში ცოტა ბედს და ძალებს მოვსინჯავდი ხოლმე და დედა მიწყობდა ამაში ხელს ძალიან არაფერს მაძალებდა მაგრამ აი ერთგულად და თავდადებულად ვცდილობდა რომ რაღაცა ისეთი რეჟიმი მქონოდა ჩემს ინტერესებსა და ჩემს საჭიროებაზე მორგებული. ეს სიმკაცრე არ იყო, ეს იყო უბრალოდ შვილის ინტერესების ამოცნობა, გაზიარება და გათვალისწინება. და ბავშვობიდან ვიყავი მიჩვეული აი ამ გადარბენებს, რომ ვეძახით, ასე ვთქვათ, აქტიურად ცხოვრებას, ლიმიტირებულ დროში ბევრი რამის მოსწრებას, მაგრამ აი ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ამდენ რამეზე დავდიოდი, ვიცოდი, რომ მინდოდა ჩემი ცხოვრება ყოფილიყო წიგნებთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული და მინდოდა ყოფილიყო ფილოლოგი, მოკლედ ლიტერატორი, მკვლევარი, მეცნიერი ადამიანი რომელიც თავის ცოდნას გააზიარებდა წიგნებთან დაკავშირებით, მაგრამ ისევ ამ რთული დროიდან გამომდინარე, მე ჩვენ თანატოლები ვართ და ალბათ დამეთანხმები, რომ მაშინ ყველა პროფესიის მონეტიზაცია, უხეშად რომ ვთქვათ, არ იყო შესაძლებელი, ხო? აი, მხატვარი თუ იყავი, რაღაცნაირად ასეთი წარმოდგენები იყო, სიღარიბისთვის იყავი განწირული, მუსიკას თუ ხელოვანი თუ იყავი, არ უნდა ქონდოდა შესაბამისი ანაზღაურება. დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებდი, თუ ოჯახის ფინანსური რესურსებიც არ გიმაგრებდა ზურგს და ამიტომაც აი რაღაც ძალიან ცხადი შეგრძნება მქონდა იმისი, რომ მე ვთქვათ ლიტერატურით ფინანსურად დამოუკიდებელი ვერ ვიქნებოდი და დამოუკიდებლობა კი ძალიან მინდოდა, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ქალისთვის მაინც ძალიან აუცილებელია ეს საკუთარი შემოსავალი, საკუთარი სივრცე, ნუ რაღაცა საკუთარი მოკლედ და იურისტობა იყო ის სპეციალობა, სადაც მაშინ ყველა კარგი მოსწავლე აბარებდა და რომელიც მეტნაკლებად მყარ გარანტიებს გაძლევდა სამომავლო ცხოვრებაში და მეც ჩავაბარე. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ წლების, ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი წრე გამიჩნდა, ძალიან კარგი მეგობრები მყავს, ნაცნობები იმ პერიოდიდან გამოყოლილი, კარგი ცოდნა მაქვს თან, თავი შემიძლია დავიცვა, ჩემი ბიზნესი, მე თვითონ შემიძლია წარმოვადგინო სამართლებრივად დოკუმენტაციას, მე თვითონ ვაწესრიგებ. მოკლედ ძალიან ბევრი რამ მომცა, მაგრამ ყოველ დღე ვიცოდი იურისტობისას, რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ყოფილიყავი. ამიტომ არ ვიყავი ბედნიერი. ბაკალავრიატი რომ დავამთავრე, შემდეგ მაგისტრატურაც იურიდიულზე გავაგრძელე.
იმიტომ რომ ხო ასეთი რაღაცნაირი ცუდი ჩვენ მაქვს წიგნებზეც ასევე რა თუ დავიწყებ რომ წარმოვიწყდეს ბოლომდე უნდა უნდა დავასრულო კი და მანდაც ასევე ვიყავი თუმცა უკვე ბაკალავრიატის შემდეგ ძალიან ცხადი წარმოდგენა მქონდა რომ მაინც უკვე ლიტერატურაში ყოფნის გარეშე არ შემეძლო ცხოვრების გაგრძელება განცდა მქონდა რომ ჩემი შესაძლებლობები არ იყო ბოლომდე რეალიზებული ეს ძალიან ცუდი განცდა საერთოდ წარმატების ფორმულა მიმაჩნია რომ არ არსებობს ყველასთვის სხვადასხვა რამეა წარმატება მაგრამ ორი რამ მიმაჩნია უმთავრესად იმისთვის რომ ადამიანმა თავი იგრძნოს წარმატებულად პირველი ის რომ უნდა იყოს ბედნიერი და მეორე არ უნდა ჰქონდეს დანაკარგის და გაფლანგვის განცდა რესურსების აი ეს ორი რამე თუ გაქვს სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე შვილებს სრდიდე ოჯახს უვლიდე თქვათ არ ვიცი სხვადასხვა ჰობი გქონდეს ხელსაქმეს მიმართავდე პროფესორი იყო აი ეს ორი განცდა თუ გაქვს მგონია რომ ხარ წარმატებული და მე მაკლდა ძალიან ეს განცდა იურისპრუდენციაში მეგონა რომ ჩემი რესურსი სხვაგან იფლანგებოდა და ბევრად მეტი შემეძლო და ამის რეალიზება რაღაცნაირად არ ხდებოდა და შემდეგ მოხდა ისე რომ ხო შევიდგავ ანუ რამდენი წელი იყო ჯერ უნივერსიტეტში შემდეგ ბაკალავრიატი 6 წელი და კიდე ვიმუშავე კიდე მე 7 იმუშავე და ესე მყარად გადაწყვიტე რომ არა ფილოლოგი უნდა ვიყო გამომცემელი უნდა გავაკეთო ესე მყარად არ გადამიწყვეტია ფილოლოგობა. აი ეს ძალასად ნახე საკუთარ თავში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალბატონი გვიყურებს ჩვენ, ალბათ არიან ისეთ სამსახურებში, რაც მათი არ არის და ვერ რისკავენ, იმიტომ რომ შიშის ფაქტორია აქ. სწრაფად არ მომხდარა ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ მე და ჩემი მეუღლე აღმოჩნდით ერთ ტალღაზე. ისიც ჩემი კოლეგა იყო და მასაც წიგნები უნდოდა. და აი ეს ნამდვილად ძალიან დიდი რისკი იყო, როდესაც კოლეგა იყო იურიდიულზე, როდესაც სწავლობდით მოკლედ ის უკვე მუშაობდა, ანუ ის საერთაშორისო სამართალში იყო და დიპლომატიური გამოცდილებაც ჰქონდა და პროფესია ერთი გქონდა და ეხლაც პროფესია ერთი კი, ახლაც ერთი. აი მე რა დამთხვევა. კი, და აღმოჩნდა რომ ისიც ძალიან ოცნებობდა, ძალიან შეყვარებული იყო ლიტერატურაზე, ალბათ ამიტომაც შეგვიყვარდა ერთმანეთი და ერთსა და იმავე რაღაცაზე ოცნებოდით. ეს ნამდვილად დიდი რისკი იყო, როდესაც ქალაქში შევიცვალეთ და თბილისიდან ჩემი მეუღლის მშობლიურ ქალაქში ბათუმში დავბრუნდით და გადავწყვეტეთ რომ აქ წიგნების მაღაზია გაგვეხსნა და აქედან დაიწყო შემდეგ გამომცემლობა მიყვა შემდეგ მე თვითონ უკვე წლებმა მოიტანა რაღაცნაირად რომ რედაქტირება დავიწყე, თარგმნა დავიწყე და მე უკვე გადავწყვეტე რომ აკადემიურად უნდა მივდგომოდი საკითხს და პროფესია აი აკადემიურადაც შემეცვალა და მე მარი აქ მნიშვნელოვანი არის შენი ცხოვრების ისტორიიდან ის რომ ხო ესე კითხე და არ მიპასუხე მაგრამ მიპასუხებ დარწმუნებული და ადვილად გავრისკე უკვე სინანულის განცდა მოვიშორე ძალიან ბევრს უკვირდა მაშინ როდესაც ასე რადიკალურად ვიცვლიდი პროფესიას და სხვების გადასახედიდან ძალიან დიდ შრომას ვყრიდი წყალში იმიტომ რომ ჯავახიშვილში იურიდიულზე სწავლა არის კატორღული შრომა მართლა და ყველა იყო ძალიან ისე გაკვირვებული რომ აი ამდენი წლის მართლა კატორღულ ნაშრომს როგორ ვყრიდი წყალში მაგრამ ჩემი გადასახედიდან ეს არ იყო წყალში გადაყრა და როგორც კი ეს გავითავისე რომ არსად არ მიდიოდა ეს იურისტობა და ეს 6 წელი და ეს წრე და ასე შემდეგ აი ეს გაცნობიერება როგორც კი მოვიდა იმ წამსვე სინანულიც გაქრა და უკვე მარტივად გადავდგი ნაბიჯები მაგრამ რა თქმა უნდა ყოველთვის ასეთი ადვილი არ არის თუმცა თუ კი ვინმეს რაიმე რჩევა უნდა მივცე და აი ეს ძაფები ეკაჩება უკან რომ ამდენი ვიშრომე და ახლა წყალში ხომ არ გადავყრი ანუ ის ნაშრომი მიმაჩნია რომ არსად არ ქრება და აი ეს ბედნიერების რეალიზების და საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოყენების განცდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია აი ამ უკან ქაჩვის და მიბმის განცდაზე ანუ უკვალოდ არაფერი არ ხდება მარი ნახეთ რა არის კიდევ მნიშვნელოვანი ყოველთვის მისავაძი დედაც ხარ კარიერული კუთხითაც როგორც მეუღლე ბალანსი აი ამ ყველაფერს შორის ძალიან რთულია. ალბათ ქალბატონებს ხშირად აი ეს შიში იმიტომ ემართებათ რომ აი ამ ბალანსს ვერ იჭერენ ხოლმე, იმიტომ რომ აი ოჯახი, ვაიმე მე შფოთვა ემართებათ, იქ როგორ წავიდე, კარიერა როგორ ავიჩიო, იმიტომ რომ ოჯახია ესე დამრჩება, ან თუნდაც მეუღლეს ვერ აქცევენ ყურადღებას. აი გაუზიარე მაყურებელს ეს ბალანსი რა თქმა უნდა დროსთან ერთად მოვიდა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი ეს ოქროს გასაღები. დიდი მადლობა მერი ასე რომ აღმიქვა, მე რა თქმა უნდა ბევრი კითხვის ნიშანი არა მარტო მე მთელი ქალაქი მე მგონი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს ბევრი კითხვის ნიშანი აქვს საკუთარ თავთან ხომ განსაკუთრებით როდესაც საქმე დედობას ეხება თუმცა ერთი რამ ვიცი ზუსტად რომ რამდენი სიყვარულის გაცემაც კი შემიძლია აი მაგას მაქსიმალურად ვაკეთებ ძალიან დიდ სიყვარულს გავცემ ასე ვთქვათ ჩემი შვილების მიმართ და ვცდილობ რომ რაღაც ძირითადი ღირებულებები გადავცე და ბალანსი
ბალანსის პოვნა ძალიან რთულია. მეც მიჭერს, მე იდეალური ნამდვილად არ ვარ და შეცდომებსაც ბევრს ვუშვებ, თუმცა უმკლავდები ამ ყველაფერს. კი, გაზრდა ჩემ შემთხვევაში აი მაშინ ვიგრძენი, როდესაც საკუთარი თავისთვის დავიწყე შეცდომების პატიება და იმის გაცნობიერებამ, რომ როდესაც პროცესში ხარ, შეცდომებსაც მაშინ უშვებ და თუ არაფრის პროცესში არ ხარ და რაღაც მკვდარი თევზივით მიხვები დინებას, მაგ შემთხვევაში არ შეცდომებს და უშვებ, მაგრამ რამდენად იქნება ეს კარგი და მოსაწონი ცხოვრება შენთვის, ხო ეგ უკვე აღარ ვიცი, ალბათ ინდივიდუალურად გადასაწყვეტია. მეც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ, არ მინდა ახლა ვინმე მიფიქროს, რომ იდეალური ვარ ყველგან და ყოველთვის. ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვცდილობ რაღაცნაირად, რომ ყველგან გავაკეთო მაქსიმუმი, რაც შემიძლია და ამასთანავე ჩემი თავიც არ დავივიწყო, ეს წლებთან ერთად მოვიდა, არ მივიყვანო გადაწვის და სიკვდილის პირას და დავიჯერე უკვე, რომ დასვენებასაც ვიმსახურებ, ვთქვათ, აი ზღვარზე რომ მივდივარ, შეჩერებასაც ვიმსახურებ, შედეგით ტკბობასაც ვიმსახურებ და ასე შემდეგ. მაგრამ ამასთანავე აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ აი ამ ბალანსის პოვნაში და ყველგან მეტნაკლებად კარგად ყოფნასა და მაქსიმუმის გაკეთებაში დახმარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თუ კი სადმე გამიმართლა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ადამიანებში გამიმართლა, მე ბევრი ადამიანი მიდგას გვერდში. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი ფუფუნებაა. მყავს ადამიანები, რომლებსაც შემიძლია ბოლომდე დავეყრდნო, ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლის მშობლები, რომლებიც უპირობოდ, უანგაროდ გულშემატკივრობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოვახერხო რაღაცნაირად ეს ყველაფერი, რაც წეგან ჩამოთვალე, ავად თუ კარგად და რაც ხო, აი ეს არის რა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად მე აი ისეთი განცდა მაქვს ხოლმე რა, როცა შეუძლიათ დახმარება და არ ეხმარებიან, რა ვიცი, ეს წარმოუდგენელია. იცი, დახმარება უნდა მიიღოს ადამიანმა და მოითხოვოს კიდევაც და შენ შემთხვევაში არ მაქვს ნამდვილად ამის კომპლექსი, რომ ვთქვათ, ვაიმე, აი, მოდი არ ვიტყვი რომ ეხმარებიან და ვიტყვი რომ რაღაც სუპერ გმირი ვარ და მარტო ვეზიდები ამ ჭაპანს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. რეალურად რაც არის, ის უნდა აღვიქვათ და ის უნდა გავაჟღეროთ. ეს არის მნიშვნელოვანია ძალიან საყრდენების არსებობა ჩვენს ცხოვრებაში და მნიშვნელოვანია რომ არ შევიქმნათ არასწორი ხატები, აი არასწორი იმიჯები, არასწორი წარმოდგენები ადამიანებზე. აი ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ რომ იდეალური არავინ არ არის, იდეალური არავის ცხოვრება არ არის და აი ვაიმე ის რამდენს ასწრებს და მე რატომ ვერ ვასწრებ, ეს ძალიან დამთრგუნველი, თავზე მოხვეული სტანდარტია. და ამიტომ ხო უნდა გავითავისოთ რომ იმიტომ ასწრებს რომ ვთქვათ ვიღაცები ეხმარებიან დელეგირებას ახერხებს აი მეუღლესთან ყურადღების მიქცევა ახსენე ხო აი არ ვიცი ხო ეს ოჯახი არის ორი ზრდასრული ადამიანის კავშირი ეს მეუღლეს ყურადღებას ვერ მივაქცევ ანუ არ უნდა აღვიქვათ რომ ვთქვათ ის პატარა ბავშვია და როგორც შვილს ჭირდება ორივე უნდა ვითარდებოდეს ხო ორივე უნდა მიყვებოდეს იმ ერთ გზას ერთად უნდა ერთმანეთს უნდა ვუწყობდეთ ხელს რაღაცნაირად წინსვლისკენ უნდა ვუბიძგებდეთ არ უნდა გვწყინდეს თქვათ ერთმანეთის კარგი პირიქით უნდა ვცდილობდეთ რომ მაქსიმალურად გამოავლინოს წყვილში ადამიანმა საკუთარი თავი რაღაც დამოუკიდებლადაც განვითარდეს რა ვიცი აი ერთმანეთი გაზარდოს და ერთი მიზნისკენ წავიდნენ ცხოვრებით კმაყოფილი პარტნიორი ვფიქრობ აი ოჯახური ბედნიერების ფორმულაა და ნამდვილად და შემდეგ აქედან ვითარდება აბსოლუტურად ყველა ის ენერგია და მოცემულობა რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და არ შემიძლია არ დაგეთანხმო ხშირად მეც მსმენია იქ ფრაზა რომ შენ იღბლიანი ხარო და არავინ იცის ამ იღბლის უკან ჩვენ რამდენს ვშრომობთ რამდენი გვიტირია რამდენი გვიცინია და რამდენი პასუხისგებლობა აგვიღია საკუთარ თავზე და ვფიქრობ ვინც ამას ამბობს ეს არის უბრალოდ სიზარმაცის პირველ რიგში სიზარმაცის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ისიც რომ მაგალითად მე უბედური ვარ და ის არის ბედნიერი და ის არის იღბლიანი და არა ადამიანს თითოეულ ადამიანს მასში აქვს უამრავი ნიჭი თავარია იშრომოს და გამოამშრომლოს ეს ყველაფერი აი მეც მგონია ხოლმე რომ აუფასურებენ შენ შრომას მე მაგალითად ბავშვობიდან მძიმედ და რუტინულად ვშრომობ იმ ყველაფრისთვის თქვათ რაც გამაჩნია და მარი უღრმესი მადლობა დაგემშვიდობები დრო მოვიდა დავემშვიდობები ჩემს მაყურებელსაც და წარმატებებს გისურვებ მადლობა დიდი წარმატებები ასევე შენს და შენს რუბრიკასაც აბა ჩემო კოლეგებო მადლობა მოკლედ გაფაციცებით უსმენდი კიდევ ერთხელ ამ მნიშვნელოვან ამბავს ჩემთვის განსაკუთრებით
ხო და მოკლედ რა ვიცი თქვენ იფიქრეთ გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები აგერ გაქვთ საშუალება მაგალითად მერის მიმართოთ და თქვენი ისტორიები გაგვიზიარეთ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ადამიანები ბავშვობიდან რასაც უსვენთ ხო ბავშვობიდან რაღაც მაგალითებზე ვიზდები ჯერ ოჯახის წევრების მერე უკვე ცოტა სოციუმის ძვირი წიგნები გვეხმარება ფილმები გვეხმარება და ნელ-ნელა რაღაც გამოცდილებას ვაგროვებთ არა აუცილებელი ყველა პროფესია გამოცადა ცხოვრებაში რომ ყველა პროფესიაში გაერკვე შეიძლება წაიკითხო ვიღაცის შესახებ არ მოისმინა ვიღაცის შესახებ და რაღაცა იქიდან გაიგო მნიშვნელოვანი და კიდე ერთი ცხოვრება არ დაგჭირდეს ამისთვის. დიდი მადლობა მარის შენ. მადლობა მეგობრებო. ასეთი იყო ეს კვირა, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. კარგად იყავით. მომავალ შეხვედრამდე.